სალამი ხალხო, ეს არის გადაცემა პოდკასტი კინოამბები, ისევ ყავს სტუმარი და დღეს ვისაუბრებთ ისეთ რეჟისორზე, რომელიც პრინციპში პირველად ვახსენებ ესეთ სერიოზულ და ასეთ საავტორო ფილმების მთავარ რეჟისორს, ერთ-ერთ უმთავრეს რეჟისორს, ტარკოვსკის დღეს ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად ვისაუბრებთ რეჟისორ ანდრეი არსენიევიჩ ტარკოვსკიზე. განვიხილავთ მის ფილმოგრაფიას და ამ გადაცემის მიზანი არ არის ის, რომ ტარკოვსკი მთლიანად მიმოვიხილოთ და მისი რაღაც სულფასოვანი ანალიზი დავდოთ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიძამთ, იმიტომ რომ ტარკოვსკი იმ რეჟისორთაგანია, რომელსაც მკვლევრები ყავს, ხალხია, რომლებიც მხოლოდ ტარკოვსკის იკვლევენ მთელი მისათი ცხოვრება. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი ამ გადაცემაში არის, რომ ქართულ ენაზე შევქმნათ რაღაც გზამკვლევი ტარკოვსკის ფილმებში და ქართველი მაყურებელი, რომელიც დაინტერესდება ტარკოვსკით, კონდეს რაღაც წყარო, რაღაც სახელმძღვანელო, რითიც შეძლებს მის რთულ, არც თუ ისე მრავალფეროვანი დიდი ფილმოგრაფია აქვს, 7 ფილმი აქვს გადაღებული, მაგრამ საკმაოდ ესეთ რთული და კომპლექსურ სამყაროში მეტნაკლებად რომ გავუმარტივოთ მოგზაურობა. ხო, ალექსანდრე გვეწვია როგორც ტარკოვსკის ერთ-ერთი დიდი მოყვარული, იმიტომ რომ არაერთხელ გიხსენებია სადმე საყვარელ რეჟისორს, სადაც გეკითხებოდნენ ხოლმე გადაცემებში ყველგან ტარკოვსკის ახსენებთ, ამიტომ ტარკოვსკიზე რო ვფიქრობდი, შენ მოგწერე პირველ რიგში, რომ აი შენთან უნდა ჩავწერო, რა თქმა უნდა ტარკოვსკის. მოდი დავიწყებ ცოტა ისეთი ინტელექტუალური შეტევით. არის ასეთი სცენარისტი, შენ კი გეცოდინებო, მაგრამ ხალხს შეიძლება არ იცოდნენ, აი ტაქსის ცხოვლის სცენარისტი არის პოლ შრედერი, რომელიც ასევე ცნობილია იმით, რომ დაწერილი აქვს ყველაზე ერთ-ერთი პოპულარული თანამედროვეობაში ყველაზე პოპულარული კინომცოდნეული წიგნი, ტრანსცენდენტალური კინო ეგრე ქვია და მას იქ უწერია ფაქტობრივად ტარკოვსკის აბრალებს კინოს გაფუჭებას, როგორც ასეთს. ეს არის კაცი, რომელმაც გააფუჭა კინო, ამას არ ამბობს, რა თქმა უნდა, ტარკოვსკი ეგეც რაღაც არ იტყვის, ასე სიტყვასიტყვი, მაგრამ ამას გულისხმობს, როგორც ასეთს და აი შენ რა აზრის ხარ მაგასთან მიმართებაში, გააფუჭა რო ტარკოვსკიმ კინო? არა თუ გააფუჭა, გამარჯობა. დანისე და ეგრევე შეტევით დავიწყე მე, ხო, როგორი კადრა. არა თუ გააფუჭა, მე მგონია რომ მე ხა მომიწევს გავიმეორო ძალიან მიყვარს ანტონ დოლინს აქვს ნათქვამი ასევე ცნობილ კინომიმომხილველს თანამედროვეს ტარკოვსკიზე რომ ტარკოვსკიმ და კიდევ რამდენიმე მისმა თანამედროვე რეჟისორმა გაათავისუფლეს კინო. და მეც მგონია რომ პირიქით გაათავისუფლა კინო იმ ხელოვნური წესებისა და მარწუხებისგან, რომელიც სხვათა შორის ზუსტად აი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და შეიძლება თქვათ ჰოლივუდში უფრო მანამდეც ძალიან მკაცრად ჩამოყალიბდა. მოკლედ კინო, რომელიც იყო თავშექცევის და გართობის პროდუქტად მიჩნეული, ნელ-ნელა ჩაჯდა რაღაც ჩარჩოებში. ამერიკაში ამას ჰეისის კოდექსი დაემატა, რომელიც უკვე რაღაცა მორალური გზამკვლევი იყო, რომ რაღაც კაბა კოჭამდე და ასე შემდეგ. სიგარეტი კოცნა არაფერი არ შეიძლება. კი, არაფერი არ შეიძლება და სხვათა შორის მაგის პარალელურად მე Carry on movies ესეთი ჟანრი ჩამოყალიბდა ბრიტანეთში, რომელშიც ევფემისტურად ცვლიდნენ იმას, რაც აკრძალული იყო და მაგალითად თუ კოცნა იყო აკრძალული, რაღაცა ჟესტი ნიშნავდა კოცნას და ესე ბრიტანელი გაბრაზებული რეჟისორები. ხო, და ესეთი რაღაცა ის იყო შეთანხმებული აუდიტორიასთან, რომ ეხლა ჩვენ ვერ ვაკოცებთ ერთმანეთს, მაგრამ ასე ვიზავთ და ეგ კოცნას ნიშნავს პირობით. მაგრამ ამავდროულად მსოფლიო კინოში ასე თუ ისე რაღაცა ჩარჩოები არსებობს, რომ კინო უნდა იყოს ამაზე, ასე უნდა განვითარდეს, რომელ ჩარჩოებსაც ჩემი აზრით უკვე აი ესეთი კაპიტალიზმის ოქროს ხანაში უფრო თანამედროვეობაში კინო დაუბრუნდა ისევ და დღესდღეობით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალფეროვანია მსოფლიო კინო და აბსოლუტურად სხვადასხვანაირი კინო იღება, რაღაცა არსებობს კვაზი ჟანრები, მე ვიტყოდი, აი არ არის ჟანრი საფესტივალო კინო, მაგრამ ყველგან ხდებით, რომ რაღაც ეგეთი ჟანრი არსებობს. ანუ ნელკინოს. არ გულისხმობ ნელკინოს, გულისხმობ ამ შემთხვევაში ავტორის დამოკიდებულებას ფილმის შექმნისას, როდესაც ფილმის შექმნისას ის ითვალისწინებს ამა თუ იმ ფესტივალის კონტექსტს და ქმნის ფილმს
იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ამან ბერლინალეზე კარგად წაიღოს. იმიტომ რომ იცის რას დააფასებენ ბერლინალეზე. მოკლედ, აქ შემოქმედებითი ნება შემოქმედებითი რაღაცა სწრაფო არის დათრგუნული და უფრო გათვალისწინებულია, ასე ვთქვათ, რეაქცია და შემდგომი შედეგი. აი მე მგონია, რომ ტარკოვსკის თავზე ხელაღება ყველაზე მეტად ეგ იყო და იმიტომ არის გამათავისუფლებელი კინოსი, რომ შექმნა ისეთი კინო, რომელიც ვერ იქნებოდა გათვლილი რაღაცა შედეგებზე. ანუ მისი კინო არ იყო არც საბჭოთა სოციალიზმისთვის დამახასიათებელი, ანუ ამას არ უკეთავდა არც მაშინდელი საბჭოთა კულტურა, ამას არ უკეთავდა არც მაგალითად უკვე ევროპაში წამოსული ნეორეალიზმი, იმიტომ რომ ეს იმ ჩარჩოებშიც არ ჯდება, რაც ნეორეალისტური კინოსთვის არის დამახასიათებელი და არც ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი, ვთქვათ, ეს უფრო მეტად entertainment სანახაობრივი კინო. სრულიად სხვა ტიპის კინოს ქმნის, რომელიც ნასაზრდოებია თვითონაც აქვს ნათქვამი ახლა, რომ ჩემთვისო ბერგმანი და ბერგსონი არსებობენო და კუროსავას აღმერთებს და ნუ აი რაღაცა თუმცა კუროსავა ყველაზე ნაკლებად გამოიხატება ჩემი აზრით მაგის კინოში. უფრო მეტად ბერგსონი რა თქმა უნდა. ბერგსონის სკოლის გამგზელებელია ცალსახად. კი, თვითონვე ასევე აქვს ნათქვამი, რომ ყოველი კადრის გადაღებისას, რომ ვუყურებ გადაღებულ კადრს, თუ ხედავ, რომ აქ მათ შორის ჩემი საყვარელი რეჟისორების გავლენა მკაფიოდ იგრძნობა, თავიდან ვიღებ იმ კადრს, რომ ჩემი იყოს. ბრესონი. ხო, ბრესონი იგრძნობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილოსოფოს ანრი ბერგსონს, რომლის გავლენაც შინაარსობრივად ჰქონდა. აი ამ მოცემულობაში ტარკოვსკი ჩემთვის არის გამათავისუფლებელი, იმიტომ რომ ის იღებს ისეთ კინოს, როგორიც უნდა რომ გადაიღოს. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ მან არ ვიცი როგორ თქვა, ნელი კინო დაბადა და ამით ფაქტობრივად მოწამლა საავტორო კინოს კონცეფცია, როგორც ასეთი, იმიტომ რომ დღეს მაგალითად საავტორო კინო მოაზრებულია ძირითადად ნელ კინო. აპრიორი ნელი კინო. აპრიორი რა. ეგაც ხო, იცი რა, სადავოა, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ინტენსიური კინო, ძალიან სწრაფი მონტაჟით, ძალიან მრავალკადროვანი, რომელიც ასევე შეიძლება საავტორო კინოდ მივიჩნიოთ. თუმცა იმაში ალბათ შეიძლება ერთადერთი გავყვეთ. ათოსი შექმნა, რაღაც ის მეინსტრიმი შექმნა ასეთი ხელწერის. ხო, აი მაგას შეიძლება გავყვეთ, აი მაგას დააბრალო ახლა აბსურდია რა თქმა უნდა. ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ ხოლმე, რომ ესე იგი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზია, იმიტომ არ შედგა ისე როგორც პირველი ნახევრისა, რომ ყველა galaktionობას ცდილობდა რა, ანუ იმ ხელა გავლენა ჰქონდა, რომ ვერავინ ვერ გაექცა, ასე ვთქვათ და მე ვინც გაექცა, ცოტა მერე წამოვიდა ესეთი ისე. შეიძლება ეგ არის, რომ ვიღაცებზე იმ ხელა გავლენა იქონია, რომ ტარკოვშჩინას ეძახიან რუსები რა, ანუ ტარკოვსკულად გადაღებული კინო, კი შეიძლება ბევრია. ნუ რა თქმა უნდა, ახლა როცა გენიოსის გავლენა სულ ეგეთია, რა თქმა უნდა. აქეთ ტარკოვსკია, იქეთ ანტონიონია, რავი, დღეს თუნდაც ლინჩის მიმბაძველი ძალიან ბევრია. ზართულია, როცა გენიას თავი არიდოს ზართულია რა, სფეროში, კონკრეტულ სფეროში იქნება ის ქართულ პოეზიაში galaktions, კინოში, საავტორო კინოში, როგორც ასეთში ტარკოვსკის და ასე შემდეგ რა. თუნდაც რავი, ტარანტინოს შეგვიძლია მაგ კრიტიკის ქვეშ მოვაქციოთ რაღაც კუთხით, იმიტომ რომ იმან რაც რა თარგიც და რა შაბლონიც გახადა პოპულარული, მერე იმიდან წამოვიდა გაირიჩი, მერე რავი, დაგლაიმანი და ეს ხალხი რომელიც კი, მაგრამ ტარანტინო საიდანღაც ამოდის, თვითონაც ამბობს, რომ 60-იანების ტრეშ კინოდან და თავიდან ბოლომდე აწყობილი, რავი, ორსონ ველსი, კუბრიკი, კუროსავა ამ ხალხისგან რა, სერჯიო ლეონე რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად თუ მას დაუჯერებთ 60-70-იანების პოპულარული არა ასე ვთქვათ მაღალ ეშელონებში განვითარებული B კატეგორიების ფილმებიდან თვითონ ხომ ცნობილი ფაქტია რომ კინოგაქირავებაში მუშაობდა და იქ რასაც უყურნა ხო ძირითადად დეპალმას ისეთ უცნობ ძალიან უცნობ ფილმებს ეჭდა და ხო ნუ ნათქვამი აქვს რა ჯანგოს რიმეიკი მისი ერთ-ერთი ოცნება იყო და კი სხვანაირი გადაიღო მაგრამ აი რაღაც ეს რაღაცა ყვითელი წარწერები დიდად კადრზე და ეს არ არის მისი მოფიქრებული რეალურად მაგრამ არის მისი ინტერპრეტირებული თუმცა რა შაბლონშიც ჩასვა ეს შაბლონი რაღაც კუთხით შეიძლება ვთქვათ რომ ნოვატორი იყო რა ეგ არის საერთოდ იცი რა ხელოვანი გავლენის გარეშე არ ამგონია რომ არსებობდეს ხო იყო შუა საუკუნეებში რა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში რაღაც
გამოთქმა, რომ ჩვენ ვდგავართ გოლიათების ხრებზე, ხო, ნიუტონის ნათქვამია თუ არ ვცდები. ანუ ეგრეა რეალურად. მაგის გაქცევასაც თავისი ისა აქვს, სიამოვნება აქვს, რა თქმა უნდა, გაიქცე. როგორ აიღო ის და მოაშინაურო და შენად აქციო, შენი ელემენტით გაალამაზო, ეგ არის მე მგონი, როგორც მეცნიერება ვითარდება, აი გოლიათების ხრებზე არის ნათქვამი მეცნიერებაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა წინა დებულება შემდეგ ან უარყოფილი იქნება, ან მტკიცდება და უფრო სიღრმეში ჩადის მეცნიერი, ხო და ამიტომ არის მეცნიერება აქამდე რომ მოვიდა. ხო, წინა რო წაიშალოს, მეცნიერება ვერ წავაწევ. ხელოვნებაშიც იგივეა, უბრალოდ ეგრე მკაფიო დარჩანს, იმიტომ რომ ეს სინთეზი ხდება უფრო შემოქმედებითად და ახალი იბადება იმ ძველიდან რაღაცების წაშლით და რაღაცების შენარჩუნებით. ჩვენიერი. კარგი. მაშინ მოდი ვისაუბროთ იმაზე თუ სად დაიბადა, როგორ დაიბადა ეს ტარკოვსკის ეს სტილი და რომელი ეპოქის შვილია ზოგადად საბჭოთა კინოში. ეს იყო ბიჭი, რომელსაც აინტერესებდა ყველაფერი რა, თავიდან მუსიკოსობაც სადა იყო პოეტის შვილი, არსენი ტარკოვსკი იყო პოეტი, კულტურულ წრეში იზრდებოდა, სულ მხატვრობაც სადა არ გამოუვიდა, კომპოზიტორობა, მუსიკა აინტერესებდა ძალიან, არც მუსიკოსობა არ გამოუვიდა, რაღაც მომენტში ძალიან პოპულარული ხო იყო საბჭოთა კავშირში გეოლოგია და by the way უყურეთ კალატოზიშვილის გაუგზავნელ წერილს მაგალითად გეოლოგიაზე, რომ მივხვდეთ თუ როგორი პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში გეოლოგიის თემა და ტარკოვსკიც ამ მოდას რაღაც მომენტში აყვა შემდეგ მოცეკვავეობას რაღაც მომენტში სცადა და ეს ყველა დეტალი მე რა თქმა უნდა გამოვლინდება მის კინოში. იქნება ეს მხატვრობა, რავი, ანუ ტარკოვსკი მხატვრების და რენესანსის მხატვრების გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია, რავი. დავინჩის, დიურერის და ამ ხალხის გარეშე ვერ წარმოდგენია, ბრეიგელის და რავი. ცეკვაც რა პლასტიკა, რა პერსონაჟების, რავი, ანუ მუსიკა თავისთავად და მისი პირველი ფილმი იყო ფილმი, რომელიც მოკლემეტრაჟიანები რო გვერდით გადავდოთ და სრულმეტრაჟიან ფილმებზე რო გადავიდეთ, მოკლემეტრაჟიანი ფილმი მას თვითონ დიდად არ მოსწონს თავისი რა კატოკი და სკრიპტი და მკვლელები და არ არის მაგის. მაგრამ ტარკოვსკის წასაკითხად ჩემი აზრით მნიშვნელოვანია მაგათი. კი, იმიტომ რომ აქ იწყება რა. სარკის პირველი სცენა და კატოკი და სკრიპტი რაღაც ხრივ შეგიძლია პარალელები გააუღო რა. და პირველი ფილმი არის ივანეს ბავშვობა. ორიგინალში ვთქვათ ივანა ვაძიესტო, რომელიც წიგნის ბოგომოლოვის წიგნის ეკრანიზაციაა და რომელიც რაც რეალურად შეუკვეთეს, იმიტომ რომ მანამდელი ძალიან პოპულარული წიგნი იყო დადგმაც თეატრალური და სხვა რეჟისორს გადააღებინეს ფილმი. თავიდან ტარკოვსკის არ შესთავაზეს და იმ რეჟისორის ფილმი იმდანად არ მოეწონოთ, რომ ვიღაც ახალი უნდათ რომ იცოდა და ეს ეპოქა რომ მიხვდეთ 60-იანი წლები რა ეპოქა საბჭოთა კინოში ეს არის ეგრეთ წოდებული დათბობის ეპოქა, როცა თითქოს და ცოტა ხნით ცენზურა ცოტა ისეთ დასტაბილურდა და არ არის ისეთი აგრესიული და რეალურად მაშინ იშვა ისეთი ფილმები, რავი, როგორიცაა მე ბუდიში, ჩემი იმაში პოდკასტში მოვიწყდო, იმას ხმა გაუთიშვა. სირცხვილი და თავის მოჭრა. დაუბრუნდეთ ტარკოვსკის რეალურად რავი ივლისის წვიმა რო ნახოთ მე ვარ კუბა გიორგო ბისთვე თუნდაც ის ფილმები რომლებიც რეალურად დაიბადა დათბობის ეპოქაში და ივანეს ბავშვობა ზუსტად ეს ფილმია. სიუჟეტი არის ის რომ იწყება ძალიან ისეთი სიზმრისეული კადრებით, სადაც ხედავთ პატარა ბავშვს, რომელსაც მოუკლავენ დედას, ან ყოველთვის მოუკლავენ რა, ან კვდება დედამისი, კვდება მისი და და მას უნდა რომ შური იძიოს გერმანელებზე და მიდის ომში, მიდის როგორც ითხოვს ჯერ ძალიან რომ წაიყვანონ. როგორც აი ჯარისკაცის მამა როგორც ითხოვ, აი ეგეთი мотивация სხვა რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეთი მონდომებით ითხოვს და რეალურად არის 12-10 წლის ბავშვი და ყველა ისე ელაპარაკება მას, თითქოს რიგითი ის იყოს რა, რავი, რიგითი მეომარი ჩვეულებრივი რა, რომელსაც მებრძოლის სული აქვს. ტარკოვსკიმ ამ ფილმით დაუბრუნდებით ფილმს უბრალოდ მინდა რომ მცირე მონახაზი გავუკეთო მაყურებელს რომ მიხვდეს რა კონტექსტი ამ ფილმით კანის ფესტივალზე გაიმარჯვა ოქროს პალმის რტო მოიღო იყო 28 წლის და თავიდანვე დაიმკვიდრა სახელი როგორც დიდი რეჟისორი პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმით ის იყო ადამიანი რომელიც ასახელებს საბჭოთა კავშირს და ამ ფილმს საბჭოთა კავშირში ვერ იტანდნენ იმიტომ რომ ომი მანდარი ფონი და
ომი არის პაციფისტური, ანუ პაციფისტური განწყობებია და პირიქით ცუდია ომი. ამის თქმა უნდა რეალურად ტარკოვსკის, იმით რომ დახვრეტილი ბავშვების ჩვენებით, ივანეს ტრაგედიის ჩვენება და ეს არ მოწონდა საბჭოთა კავშირს და მაქიდანვე უკვე ათვალწუნებული ყავდა, რაც მერე და მერე გამოვლინდება, თუ როგორ ვერ იტანდა საბჭოთა კავშირი და ეს ცეკა რეალურად და გოსკინო როგორ ვერ იტანდა ტარკოვსკის ყველა ფილმზე რეალურად ხელს უშლიდნენ და რო დაუბრუნდეთ ივანეს ბავშვობას. ფილმი რომელიც ალბათ ყველაზე სწრაფია მის დანარჩენ ფილმებთან შედარებით. ფილმი არის საათნახევრიანი და რეალურად გამოვლინდება ყველა ის მითოლოგემა, ყველა ის ყველა რა, უმეტესობა კინემატოგრაფიული ხერხებისა, რომელიც შემდეგ და შემდეგ გაიშლება მის სხვა ნაწარმოებებში. პირველი სცენა, პირველი კადრი არის არყის ხეების ახლო ხედი ივანეს და ივანეს ხედავთ ახლო ხედში და მე არყის ხეზე ადის კამერა და მე იწყება ლევიტაცია. ივანი დაფრინავს. და ეს ხერხი მე თვითონ ტარკოვსკის კითხეს თუ რას ნიშნავს ეს ხერხი, ანუ ლევიტაციას რატო იყენებოდა? ლევიტაცია იყენებს ყველგან. რავი, სოლარისი გინდა ერთად ანდრეი რუბლოვში არ გამოუყენებია ლევიტირება, როგორც ასეთი არ მახსოვს. იწყება. ლევიტირება არ არის, მაგრამ იალიჩუ რო დაფრინდება ის. ფრენა არის მაინც. ფრენა არის, როგორც ასეთ, ხო. და რავი, სოლარისი მსხვერპლშეწირვა, სტალკერში არ მახსოვს ფრენა თუ არის ნოსტალგიაში არის ლევიტირება როგორც ასეთი და რას ნიშნავს ეს ლევიტირება და მისთვის ლევიტაცია არის კინემატოგრაფიულ ენაზე გამოთქმული სიყვარული როგორც ასეთი. ანუ სიყვარული როგორც გრძნობა კინემატოგრაფიულ ტარკოვსკისეულ ენაზე ითარგმნება როგორც ლევიტაცია და ამ ფენომენს რო დავუკვირდი ანუ სიყვარული მისთვის რა არის რაღაც ძალიან ინტენსიური გრძნობა, ძალა, რომელიც გრავიტაციაზე ძლიერია და რომელიც ცოტა ისეთ ღვთაებრივად ცაში აყავხარ რა. და საინტერესო პარალელი გავავლი, რომელიც ნუ ისეთია, ცოტა ვულგარული პარალელია ტარკოვსკისთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე რო დავფიქრდი სხვა კინოკულტურაში სადაც შეიძლება გაიხსენო, როცა ნება, ან ინტენსიური ძალა პერსონაჟებს ჰაერში წევს. ეს არის Star Wars და Force-ის კონცეფცია როგორც ასეთი რა, როგორც აი ძლიერი ნება სხვა ადამიანებს ჰაერში წევს და ანუ მე ერთადერთი ვარ ადამიანი ვარ ალბათ რომელსაც ივანეს ბავშვობა შეადარა Star Wars-ი, ამ კლინიკის პირველი პაციენტი ვარ. კაი, მიყვარს ეგეთი პარალელები მეც, იმიტომ რომ როგორც წესი სხვადასხვანაირად და თან გადმოცემული რეალურად ერთი და იგივე, ნუ რა თქმა უნდა სიყვარული არ არის, იქ Force-ი უპირიქით ბრელი ძალა, მაგრამ ორივე ინტენსიური გრძნობაა და ორივე ნების გამოვლენა. პოპკულტურას ახასიათებს სხვათა შორის აი ესეთი უფრო არ ვიცი underground-ი არ არის ტარკოვსკი, მაგრამ უფრო ღრმა ხელოვნებიდან რაღაცა ისეთი ელემენტების აღება ისე მოულოდნელად წააწყდები რაღაცებს, რომ ვერც კი წარმოიდგე, იმიტომ რომ შეიძლება ის ლაბორატორია მაგათთვის. ხო, პოპკულტურას ქმნიან, მაგრამ უყვართ ეს ხა რა თქმა უნდა. ეხლა მე არ ვიცი ჯორჯ ლუკასმა გაიღო თუ არა, ალბათ უფრო ინსტინქტური გამეორება არის მაგ ყველაფრის. ხო, ეგ არც ტარკოვსკის მოუგონია. კინემატოგრაფიულად და სხვადასხვანაირად გადაღებული, უბრალოდ ისაა რა, ეს იდეა, რომ პარალელის გავლება ვალიდურია. გრძნობა წევს ჰაერში რა, რაღაცა ერთი ისაა, რა. ვალიდურია. ივანეს ბავშვობა მე სხვათა შორის ჩემი სადიპლომო ნაშრომი გავაკეთე ტარკოვსკიზე, ხარ გაგიკვირდება რა თქმა უნდა, ეგ ამბავი ხო სამაგისტროს რო ვიცავდი, როგორც კინოსცენარისტმა, ოღონდ ნუ ერთ-ერთი გარდა სცენარისა უნდა გამიკეთებინა განხილვაც ამა თუ იმ რეჟისორის და გავაკეთე ტარკოვსკიზე და ერქვა ბავშვობის მსხვერპლშეწირვა. იმიტომ რომ პირველი ფილმის და ბოლო ფილმის სახელების გადათამაშება იყო და თან მგონია რომ ტარკოვსკი ყველა ფილმში თავისი ბავშვობიდან ამოდის. თვითონაც პრინციპში ამბობს მაგას და ამიტომ ამ თავის შემოქმედებას ბავშვობას მსხვერპლად წირავს ფაქტობრივად ამ ბავშვობის გამოცდილებებს რა. ხო და ივანეს ბავშვობა იმდენადვე ესე იგი გარდა იმისა რომ კინემატოგრაფიულად შესანიშნავი ფილმია, ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იქით, რომ ვადიმ იუსოვის ხელოვნება ჩნდება მან პირველად ოპერატორის, რომელიც მე სამნამუშევართან. ხო, მე იმუშავებს რუბლევზეც და სოლარისზეც და სრულიად საკმარისია ეს სამი ფილმი, თქვა რომ გენიალური ოპერატორია. და საერთოდ ოპერატორები
ყველა მაგარი ყავს ტარკოვსკის. განსაკუთრებით სტალკერში ერთ ფილმზე 3 ოპერატორი. ხო, რერბერგიც დაიწყო და კნიაჟენსკი ყავდა ბოლოს თუ არ ვწდები თუ. ხო, რერბერგი, კალაშნიკოვი და კნიაჟენსკი. ბოლო მასალა უკვე რაც დაწვის და განადგურების მერე უკვე კნიაჟენსკი იყო და ბოლო ფილმზე ის ყავს ბერგმანის ნიუკვისტი, ხო, ნიუკვისტი როგორც არის. ხო და ნუ რის თქმა მინდა მოკლედ აიღო პირველ წყარო, რომელიც არის საბჭოთა პროპაგანდისტული ტექსტი, ომის აი როგორც რაღაცა ეს ომის გმირები ყავდათ გამოგონილი, ხო, რაღაცა პავლიკ მოროზოვი და ნუ ეხა ეგ არ არის ივანი, მაგრამ აი ბავშვის სიმამაცე და ისა ომში როგორია ივან ქვია იმას პირველ წყაროს პირდაპირ და ეს აიღო მე არ ვიცი როგორ დაუმტკიცეს, იმიტომ რომ იქ ხო იყო მთელი რიგი ეტაპები, რომ ბიუჯეტი დაემტკიცებინათ საბჭოთა კავშირში რაღაცა გაელო ცენზორების ხელში სცენარს, ალბათ რაღაც ეტაპები, ხო? და თითქოს მიყავა, ანუ არ არის გადაკეთებული ძალიან თვითონ ტექსტი. სიზმრების სეკვენციებია შემოტანილი. ხო, მაგას ვამბობ, ესე იგი რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო პოზიციის ისე ჩვენება, რომ შენ სრულიად სხვა რაღაცა თქვა ამ ტექსტით. და რეალურად სცენარითაც მარტო სცენარს რო შეხედო, იფიქრებ კიდეც რაღაც დონეზე, რომ ცოტა პროპაგანდისტული კინო არის. მარტო სცენარს რო შეხედო. მაგრამ სრულიად სხვა. ტარკოვსკის გრძნობელობა რო დაამატო, იქ უკვე ემატება სხვა პათოსი. პაციფისტური ფილმია, მთლიანად და ძალიან მოულოდნელია საბჭოთა კავშირში მაგ დროს, როცა აქტუალურია ჰეროიზება საომარი თემების გამარჯვებული ომიდან გამოსული ქვეყნის ხო მით უმეტეს რა. ამ დროს აი ესეთი ფილმის გადაღება, რომელშიც აჩვენებ მთელ ამ ჰეროიზმს, აჩვენებ ომის დრამას, მაგრამ შემოგაქვს ისეთი სიმბოლოები, როგორც მაგალითად აი ეს არყის ხეების კორომი, რომელიც მერე ჩნდება ფილმში კიდევ რამდენიმეჯერ და რომელიც არის მისთვის ძალიან მკაფიო სიმბოლო, მათ შორის საკუთარი ბავშვობის, იმიტომ რომ თავის მოგონებებში ძალიან ხშირად იხსენებს ამ არყის ხეებს, როგორც რუსეთის სამშობლოს სიმბოლოდ, ბავშვობის სიმბოლოდ. რაღაც დონეზე ერთადერთი მკვეთრად რუსული სიმბოლიკა მის კინემატოგრაფში არა? სხვა აი ძალიან ყვირალა რუსული რო იყოს მის ფილმებში, ნუ რუბლევი გამოვიწყოთ, იმიტომ რომ რუბლევი ახლა გასაგებია. რუბლევში ბევრია და აი ნოსტალგიაში არის უკვე იგრძნობა იქ რაღაცა მონატრება. ნუ ცოტა ყველგან სარკეშიც რაც ჩანს მისი ბავშვობის მონაკვეთები დედის სახეხატი რაც არის ძალიან ისეთი რუსი ლამაზი ქალის სახეხატია არის ეგ სულ მაგრამ აი რო ვთქვათ ეხა ტარკოვსკი რუსი რეჟისორია ვერ ვიტყვით საბჭოთა რეჟისორიასაც ვერ ვიტყვით საბჭოთა რეჟისორიაში თუ ვიგულისხმებთ საბჭოთა კინოს კულტურას რომელიც მას მოაქვს და ეს არ არის რაღაც სუდი აპრიორი იმიჯებზე იმდენად იმიჯების კულტურიდან მომდინარე რაღაც სახეხატები და სურათები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მაგალითად იქნება ეს რაღაც თხრობა როგორც ტექსტი ხო და მაშინ შეიძლება თქვა რომ იაპონელი რეჟისორია იმიტომ იაპონური კინოსთვის არის სახეხატები და სიმბოლოები ეგეთი იაპონურ კინოს რამდენად ეხმიანება ზოგადად და იაპონურ კულტურას ეიზენშტეინი თუნდაც როგორც ასეთი ხო და ანუ ამიტომ მგონია რომ არ არის ესე ჩაკეტილი არ ჩაკეტილი ნამდვილად არ არის ამ კულტურულ კონტექსტში ასე გერასიმოვი და ბონდარჩუკი არ არის ხო ზუსტად გოსკინო ელოდებოდა რომ გადაიღებდნენ ანი ვაივალის როჯინუ და სიამოვნებაში გადაიღო ივანეს გადაიღო სრულიად სხვა რაღაცა რითიც ივანეს ბავშვობა ალბათ ესე ძალიან უხეში ნათქვამი შეიძლება იყოს ეს სუბიექტურად მიმაჩნია რომ მის 7 ფილმში მე-7-ია მაგრამ თავიდან გვინდა ტოპ 5 გავკეთებინა და ახლა ნანახო არ გავაკეთე, იმიტომ რომ ივანეს ბავშვობა ჩემში ტოპ 3-ში ვაიჩენდეს. ხო, აი ნუ კარგი კამათის საგანია. უბრალოდ ჩემთვის არის რეპრეზენტაცია ტარკოვსკის ეგ ფილმი. კი, მოკლე ისეთი პორტფოლიო და უკვე გასაგებია რეებს იზავს. კი. ყველა ის მისი ახირება, მე ვიტყოდი, კინო ახირება, რომელიც შემდეგ ფილმებში ფრთებს შეისხავს. ივანეს ბავშვობაში სხვადასხვა მარცვლის დონეზე დევს. კადრები, ხმები, ტემპო, რიტმი, პერსონაჟების ეს რაღაცა პოეტური ბექგრაუნდი, რომელიც არ არის რა მიყვარს კიდე იცი?
ისე ქმნის პერსონაჟების პოეტურ სახეებს, რომ პოეტებს არ გვაცნობს, პოეტებზე არ გვიყვება. აი ესეთი ბრტყელი არ არის, როგორიც ზოგ რეჟისორებს ახასიათებთ, რომ აი ნუ აუცილებლად პოეტზე უნდა გიყვება. ეხლა ძალიან მიყვარს პატერსონი მაგალითად ჯიმ ჯარმუშის ბოლო პერიოდის ფილმებში ძალიან მიყვარს ერთ-ერთი ის არის რა, მაგრამ რა არის იოლი გზამანდ არჩეული ჯარმუშის პოეტს აჩვენებს, რა თქმა უნდა პოეტური აჩვენებს და ლექსებს მის ლექსებს აჩვენებს და ესე იგი უბრალოდ კონტრასტი შემოაქვს იმითი რომ ავტობუსის მძღოლია და თითქოს აი პოეტი არ შეიძლება რომ ავტობუსის მძღოლი იყოს და რა ძალიან ამერიკული ხო ძალიან ამერიკული ამ კონტრასტში პოეზია იბადება და არის ეგ პოეტური კინო მაგრამ მოგვიყვე რაღაცა აი მეომარზე არ ვიცი ასტროფიზიკოსზე სხვადასხვა ასე ვთქვათ არაპოეტურ პროფესიების ჩვენებით პოეტური გარემოს შექმნა არახელოვანებზე ხო ეხლა მე სტალკერში მაგალითად საერთოდ სამთავარ არქეტიპს შემოიტანს რომელიც ალბათ შეიძლება ბევრი არქეტიპი არსებობს მაგრამ ამ სამში შეიძლება როგორც რუსთაველს უწერია გული გრძნობა და გონება ხო ანუ სულ არის ეგ რაღაცა რომ აი შემოქმედებითი გონება გრძნობა და ისა ფიზიკა სამყაროს ფიზიკა შეიძლება გავარტყა ხო რომელი გონება პროფესორი სტალკერში ხო წერალი გულია თუ გზნობა მაგაზე ვფიქრობ ახლა მწერალი უნდა იყოს ჩემი აზრით გული თუ არა და ნუ სტალკერი გზნობა შესაძლოა ხო სტალკერი მთლიანად მისტიკოსია ასე ვთქვათ და მთლიანად ამ რაღაც სულიერებაში ჩაკეტილი ადამიანია ხო ის მეცნიერია და ყველაფერს ფიზიკის მიხედვით უყურებს და ხო და ეგ სამი არქეტიპი ხო რაღაცა მეცნიერების, ხელოვნების და ოღონდ ხელოვნების როგორც შემოქმედებითი ხედვის და მესამე სულიერების რომელიც ამის მიღმა ცდილობს გავიდეს რა და აი ეგეთი ხო ძალიან ტარკოვსკის ახასიათებს რომ წაგიღებს სადღაცა და მე დაბრუნება რთული ხო ივანეს ბავშვობა ამიტომ ძალიან მე რო ვამბობ რომ მეშვიდე ფილმია თქო ეგ ნიშნავს ჩემთვის სუბიექტურად ასე რომ სოფლიო კინემატოგრაფიაშიც მეშვიდე ფილმია ხო და ამიტომ არ ვაკნინებ მაგითი რა ცალკე დგას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეჟისორია და იმ სცენაზე რას ფიქრობ სამხედრო და სიყვარულის სცენას ყველაზე პოპულარული სცენა თხრილზე მანამდე რაც ხდება უფრო სწორედ ხო აი მანამდე რა როგორც იხატება მათ შორის მოძრაობა და მოძრაობის ენით როგორ გვიყვება თუ როგორ უყვარდებათ ამ პერსონაჟებს ერთმანეთი რეალურად რა იქნება ის ხის ირგვლივ რო ტრიალებენ მე რო გავავლენ გამოვლენ და ბოლოს როგორც ბოლო აკორდი ის სცენა თხრილიდან ქვემოდან ზემოთ კადრის და ნუ კოცნის სცენა რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული და ყველაზე სენტიმენტალური სტატიკური კადრია რაც საუზიტო ბარათია მაგ ფილმის ალბათ ყველაზე პოპულარული კადრიც არის ამოჭრილიც ძალიან ბევრჯერ მინახავს ცალ-ცალკე და ივანეს ბავშვობაში რა მიზანსცენებიც აქვს დიალოგების დროს ის მე არ მინახავს მასთან კიდევ ერთხელ გამეორებული იყოს სამი პერსონაჟი საუბრობს ერთი ყველაზე ახლოსაა კადრში ახლო ხედშია მეორე შუაშია მესამე შორხეთშია და არის ერთი სცენა სადაც ივანე ელაპარაკება ამ სამხედროებს სამი პერსონაჟი ამ განლაგებით დგას და ივანე ამ პერსპექტივაში დადის გამოდის და თითქოს აი ძალაუფლების ისა რა შტო დაალაგებული და პერსონაჟების არსებით მნიშვნელობა ამ კონკრეტული სცენისთვის განკუთვნილია მათი განლაგებით მიზანსცენაში როგორც ასეთი. ეს ხერხი სხვაგან არ მეორდება მის ფილმებში. ასეთი განლაგება პერსონაჟების. რაც საინტერესოა, იმიტომ რომ იუსუფთან მანამდე მეც უთანამშრომლია ორჯერ ფილმ, ანუ რო დააბრალა ოპერატორს როგორც ასეთ და ვიცით რომ ტარკოვსკის არ ქონდა მან და მაინც ბოლომდე სინერგიული ურთიერთობა ოპერატორებთან ცოტა ცდილობდა იმას რა რერბერგის მაგალითი შეგვიძლია გავხსნათ ბოლოს გადაეკიდნენ ერთმანეთს კინაღამ ძალიან საინტერესო ფილმია სხვათა შორის რერბერგზეა ოღონდ ძირითადად ანუ მიუხედავად დოკუმენტური ფილმი არის გოშა რერბერგზე და მიუხედავად იმისა რომ რერბერგზეა ნახევარზე მეტი ფილმი ტარკოვსკიზეა რა იმიტომ რომ თავარ პერსონაჟები ძირითადად უტრიალებს მაგან დაუნგრია რეალურად ტარკოვსკიმ დაუნგრია კარიერა კაც რა ნუ ტარკოვსკის გადმოსახედიდან რომ ვთქვათ ეს იყო უდისციპლინო ლოთი უნიჭიერესი ოპერატორი რომელსაც მაგრამ კარგი რეპუტაციით
ხო, ну ეს უდისციპლინობას ვერ იტანდა ტარკოვსკი, რერბერგს რო ვკითხოთ, დესპოტი იყო ტარკოვსკი და არა მხოლოდ რერბერგს ვიღაცები იძახიან დესპოტი იყო. თვითონ ტარკოვსკი ამბობს, რომ ის ვერ იტანს, როდესაც ისევე სავსენი არ არიან იმ გადაღების პროცესით, როგორც თვითონ არის და მან ხო არსებობს უამრავი ინსინუაცია ტარკოვსკისთან დაკავშირებით ცხოველებთან მოპყრობიდან დაწყებული ხო რაღაცა მე არის გამართლებები რომ არაფერი არ ჭირს ის ცხენ სინამდვილეში გადაკიდებული ქონდა ტილო და ის ტილო იწვოდა კი ასბესტის რაღაც ის მაშინ იყო ანუ მოკლედ ბევრი რაღაცა, მაგრამ ამავდროულად რთულია მან გაერკვა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო არ გასულა, მას შემდეგ რთულია გაერკვა, იმიტომ რომ გადაეკიდა საბჭოთა კავშირი და როცა სისტემა გადაეკიდებოდა ხოლმე ადამიანებს, ისე აშავებდნენ, რომ რა მოუგონეს მერე და რა სიმართლე იყო, ბევრი მათ შორის გადაღების სტაფი მაგას უარყოფდა. რო ტარკოვსკი ეგეთ ცუდი ტიპი იყო, როგორიც აი ცხოველებთან მოპყრობა და არაეთიკურობა და ასე შემდეგ რა და უბრალოდ რასაც ეხლა ყველათან ხდება, ის არის რომ დისციპლინას მოითხოვდა, იმიტომ რომ ძალიან სკრუპულოზურია მისი თითოეული კადრი. მან ძალიან პატარა მილიმეტრის გადახვევაც ან რაღაცა დარღვევაც უკვე შეიძლება მის ჩანაფიქრს არ ღვევდეს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ახლა როგორც თავიდან აღნიშნე რომ არსებობენ ტარკოვსკოლოგები, ისინი იკვლევენ მე ამ დეტალებს რა და როცა აქვს ესეთი როგორ თქვა თავსატეხი სცენები, რომელშიც უნდა დისერტაცია დაწერო მარტო იმ სცენაზე, წყალს რომ მიუყვება თხრილში თუ იმას რა ქვია. ბევრი ნაგავი რო ყრია ხო რაღაცეები რა და იქ რაღაცა ლენტა ისა 1000 სიმბოლო რო გვხდება. სიმბოლარიუმი მთელი. ხო და ეხა მან პატარა უდისციპლინობა და არასწორი ნივთის ჩაგდება იქ ან არ დადება ან რაღაცა ხო უკვე არ ღვევს შეიძლება მთელ მის ამ ამოცანას განტოლებას რომელიც შეკრა. მაგაზე ისტორია შემილია მოყვე. ეგ სცენა კონკრეტულად ეგ სცენა ზედახედით რო ხედავთ ამ ტყლაპოს და ამ ტყლაპოზე რაღაც სხვადასხვა სიმბოლოები რეალურად. ეგ სცენა როგორც თვითონ კაცი ამბობს რომელიც მუშაობდა ამ სცენაზე კონკრეტულად ამ სცენის აგებაზე ციმბალი, ევგენი ციმბალი შეიძლება იცი. მაგან დაწერა სტალკერის შექმნის ისტორია ერთ-ერთი რა, ანუ ამ გადაღების მონაწილე იყო რა. ეგ სცენა მაგან ააგო რეალურად და რაღაც მომენტში არ მახსოვს ფილმში მოხდა თუ არა, უბრალოდ ეგ მაქვს ეგ ისტორია ვიცი რომ ტარკოვსკის მან სცენაში არ იცოდა ზუსტად რა უნდა მიეღო. იცოდა გრძნობა და სენტიმენტი იცოდა რა უნდა მოეცა ამ სცენას, მაგრამ ასე პიქტორალურად რა უნდა იყოს სცენაში, ეგ არ იცოდა დაავალა სიმბოლს, რომ შენ გააკეთე. რაღაცა ეგრეთ წოდებული ბრიფი მისცა. რა უნდა მოქონდეს ამ სცენას, რა გრძნობები კი, მაგრამ ის რომ აი რა უნდა იყოს კონკრეტულად ეგ არ იცოდა. და რო დადებს ამ ყველაფერს და რო ანახებს, აინახეო და ტარკოვსკის ძალიან მოეწონება და რაღაც მომენტში იტყვის, რომ ბაყაყი მინდაო. ფილმში არის იმ სცენაში ბაყაყი, ეგ აღარ მახსოვს. ამან თქვა რომ უცბად დავდეთ ბაყაყი, ამას უბრალოდ მოუნდაო და დავდგით იქ ჩავაგდეთ ბაყაყი და სცენაში ბაყაყის გადახტომის მომენტიც არისო, ეგრე მახსოვს თქვა, მაგრამ ფილმში საბოლოო კადრში თუ მოხდა ეგ არ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის აქვს რა, პრობლემები აქვს. აქ რამე აქ გამოჩნდება ყველაფერი, ანუ მთელი ინფორმაცია. ხო, არ მახსოვს. რამე თუ შეგვეშლება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ყველაფერი დამატებით ინფორმაცია გამოჩნდება. თითქოს აი ჩემი, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად, ხო, შეიძლება. ანუ ეგ ისტორია ტარკოვსკიზე ტარკოვსკი არ იყო კუბრიკი, ამ მაგ კუთხით ჩემიათ. კაი, იმდენად სკრუპულოზი 80 ჯერ ერთი და იგივე სცენა ავიღო და გადავიღო. შეიძლება იყო ტარკოვსკი ეგეთი, მაგრამ მაგალითად კუბრიკს უფრო მათემატიკური გონება ჰქონდა. უფრო იცოდა წინასწარ კადრში სიმეტრია რა უნდა ყოფილიყო და ტარკოვსკი იმდენად გრძნობელობაზე დამოკიდებული ტიპი იყო. აქეთ აი გენიალურობის მეორე მხარეს იყო რა, ანუ თუ რაღაც კუბრიკი უფრო აქ გათვლილობა სტრუქტურიზება ყველაფერი ეს მეორე მხარეს იყო რა, აი სუფთა შიშველი ნერვი. როგორც ასეთი ექსპრესია. და მაგ კუთხით სტალკერს ცოტა გაგვეწელა საუბარი, მაგრამ ნუ ერთ რემარკას დავამატებ, რომ ბოლომდე არ იცოდა რა უნდოდა. ეგეთი განცდა შეგიძლია დაგრჩეს რა. და რერბერგთან კონფლიქტი რეალურად მაგან გამოიწვია რაღაც დონეზე. მე არ მგონია რომ ბოლომდე არ იცოდა რა უნდოდა. ყოველ შემთხვევაში ჩამოყალიბების დონეზე, ჩამოუყალიბეს. აი იქიდანვე გამომდინარე რომ ძალიან ემოციების ცოტა ტრანსცენდენტალური გავლენების ადამიანი, ცოტა არა ბევრიც ალბათ და მთლიანად შემოაქვს აი ეს რაღაცა ზღვარი
მიღმიერსა და ამ ქვეყნიურს შორის შემოაქვს მუდმივი დავა თან ისე არა რომ პირდაპირ მოცემულობასავით გითხრას ხო როგორც იგივე სტალკერშია რომ ბავშვი შვება თუ მატარებელი რომელიც ჩაივლის ამ სასწაულს რა ერთი ასე დაინახავს მეორე ისე დაინახავს ხო იმას და თითქოს თვითონ ფიზიკურ გამართლებას უძებნის აქტს რომელიც ვიღაცისთვის არის სასწაული ხო და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე მგონია რომ ცოტა მეტ გასახანს აძლევდა როგორც სურათს როგორც ასეც არა ისევ და ისევ რაღაცა ღვთიურ ხელს მისი გადაღების პროცესში ანუ არ იყო ბოლომდე დამიწებული ეს ჩემი შეგრძნებაა რომ ის დასაშვებს ხდიდა რაღაცა იმას მიღმიერ ჩარევას ამ გადაღების პროცესში რა. ვიღაცისთვის ახლა შეიძლება ეგ იყოს ბოდვა, იმიტომ რომ კინო საკმაოდ მათემატიკური კინო ჩაფიქრების და წერის და ასე ვთქვათ ამ ყველაფრის დალგების პროცესში არის შემოქმედება და შემდეგ ძალიან დიდი მათემატიკაა უკვე რომ ეს ყველაფერი რეალურად ისე აისახოს როგორც ჩვენ ჩაგიფიქრებია და როგორც წესი დიდი რეჟისორები ამბობენ ხოლმე რომ ახლა როგორც ჩაგვიფიქრებია იმისი 30% თუ გამოდის კადრში ძალიან დიდი წარმატებაა უკვე იმიტომ რომ ახლა სულ სხვა არის ფიზიკურად კადრი სულ სხვა არის შენ თავში რას ხედავს თან კომუნიკაცია გიწევს უამრავ ადამიანთან ხო ბუნებრივ მით უმეტეს კომპლექსური კინო როცა არის და ბევრი ის არის ჩარეული ხო და აი არ მგონია რომ არ იცოდა რისი მიღება უნდოდა მე მგონია რომ ზუსტად იცოდა რისი მიღება უნდოდა მაგრამ იმ მომენტში როგორ მიიღებდა და რა მისცემდა მაგას ბოლომდე ამიტომ თვითონ უწერია რომ ბევრჯერ შეიძლება გადაეღო კადრი თავიდან მაგრამ აი რაღაც მომენტში გრძნობდა რომ ეგ არის ოღონდ კუბრიკისგან განსხვავებით მაგაში გეთახმები ეგ გრძნობდა რომ ეგ არ იყო გამოტანილი განტოლებებიდან ანუ იქ ის არის ესე იგი ეგ არის არა უფრო აი შეგრძნების დონეზე რომ ეხა აქ რაღაცა მეტი იგრძნო ვიდრე უბრალოდ კადრია და თითქოს ეგ არის რა ხო შეიძლება რერბერგთან განხეთქილების მომენტი ერთ-ერთი ეგაც იყოს რომ შეიძლება ადამიანებს უბრალოდ რაღაც მომენტში არ ესმოდეთ ამ ორ დუბლს შორის რა განსხვავებაა რატო დაიწუნა ეს და რატო გადაგვაღებინა ეს თითქოს იდენტურია მაგრამ მისთვის არ იყო იდენტური რაღაცა ბოლო ჯამში. ეგ ლოგიკურია პრინციპში. ისეთი ხასიათის და ისეთი გზნობელობის მქონე რეჟისორის როგორც ტარკოვსკია ძალიან რთულია რეალურად გაიგო როგორც მისი თანაშემწე კოლეგა როცა ხარ გაიგო რა უნდა. ხო, არ არის მარტივი რა. მიუხედავად იმისა, რომ ტარკოვსკი ენაწყლიანი ადამიანი იყო და ანუ ისეთი ჩამოყალიბება აზრით შეეძლო ძალიან კარგად რა მარტიროლოგში რო წავიკითხოთ რა უმეტ უტყვი ადამიანი ამდვილად არ იყო რა ანუ ახლოსაც კი ბატონო რო გადავიდეთ დაუბრუნდეთ ქრონოლოგიას ოკეი შემდეგი ფილმი არის ანდრეი რუბლევი ეს არის ისტორიული დრამა ხატმწერზე რუს ცრანცნობილ ხატმწერზე რომელიც მოღვაწეობდა მე-14-მე-15 საუკუნეებში გადავიდა, ეგ ზუსტად არ მახსოვს. მე-14-მე-15 საუკუნეებში და მთლიანი საგა მისი ცხოვრების თუ როგორ ნახულობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენებს რუსეთში და იწყება სცენა ისეთი სცენით იწყება ფილმი, რომ აშკარად გასაგებია, რომ ეს ისტორიულ ჭეშმარიტებაზე ნამდვილად არ აქვს პრეტენზია, იმიტომ რომ მე-15 საუკუნეში ალბათ საჰაერო ბურსი ჯერ არ გამოგონილა. მე როგორც მით უმეტეს სლავურ რუსეთში სადღაც ხო, მანდ ნამდვილად არ არის. რაღაც ჩანახაზები არსებობს და ჩანაფიქრები. ბუშტი კი არა და თლათ ვერტმფრენი ქონდა ჩაფიქრებული დავინჩის, მაგრამ ეგ არ ვიცი. ხო, ნუ დავინჩის ადრეა უფრო სწორად ეგ საუკუნეები, მაგრამ თვითონ დავინჩის, მე მეგონა ტარკოვსკის ქონდა ჩაფიქრებული, რომ ეგ ვერტმფრენი დავინჩის. მე ვამბობ ხო, ეხა სოფლიო მეცნიერებაში რაღაცა მოაზრებები არსებობს საფრენი აპარატებისა და მათ შორის რა თქმა უნდა ეხა ეგ ანაქრონიზმია თავიდან ბოლომდე. და ანდრეი რუბლევის ისტორია რეალურად არის ის, რომ ანდრეი კონჩალოვსკი ეს კეთილი მიხალკოვის კეთილი მხარი. მიხალკოვი რომელსაც სწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრებაში, შეგვიძლია ეგრე ვთქვა პრინციპში. შესთავაზა ეს სცენარი, ეს იდეა და იმის მერე გადაიღეს და ამ ფილმმა
უფრო და უფრო გაუფუჭა სახელი საბჭოთა ინტელიგენციისთვის, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ისეთი აკურთხეს ფილმი როგორც ისტორიულად არასწორი და აი შენი აზრი მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ისტორიული ჭეშმარიტება კონკრეტულად მაგ ფილმისთვის? საერთოდ მგონია რომ როდესაც თუ კინო თავს ასაღებს დოკუმენტურად, ბუნებრივია უნდა შეინარჩუნოს ისტორიული ჭეშმარიტებაც და სხვადასხვა დეტალებსაც მიუდგეს ისტორიოგრაფიულად, როგორც ისტორიოგრაფია წყაროების შემოწმებას ცდილობს და ყველაფრის რაღაცა დაზუსტებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უყურებთ მხატვრულ კინოს, თუნდაც ბიოპიკს, ან თუნდაც, რა ვიცი, რაღაცას დაფუძნებულს, ან როგორც loosely based არის თუ სრულად დაფუძნებული, გასაქანის უფლება აქვს უბრალოდ სეტინგი, მოცემულობა. ხო, მე არ მგონია რომ მათ შორის როგორც ივანეს ბავშვობაში არ არის ტარკოვსკის ამოცანა ომის პროპაგანდირება და მათ შორის რაღაცა მეორე მსოფლიო ომის საგმირო საქმეთა წარმოჩენა და მათ შორის ბავშვის სიმამაცის ჩვენება და ესეთი რაღაცეები რითიც შეიძლება ვიღაცაებს მოუქონა წელი, მაგრამ ასევე ანდრეი რუბლევში არ არის მისი მთავარი ამოცანა რუსული ხატწერის სიდიადეების ჩვენება, ასე მგონია, ან თუნდაც ანდრეი რუბლევის როგორც ასეთის, რომელიც სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ბევრი ცნობები არსებობს, არც იმდენი რომ შესწავლილი არ არის. ესე ამ დონეზე შესწავლილი იყოს, ხო. ბოლო კვლევებით მე მგონი ერთ-ერთი ცნობილი ხატი ჩამოაწერეს კიდევაც და დაადგინეს რომ არ იყო ანდრეი რუბლევის და ის ხატი ტროიცა არა ვარ დარწმუნებული 2 თუ 3 ხატია უმთავრესი რუბლევის ხატწერაში და რომელიღაცაზე შეთანხმდნენ რომ მე მგონი არ არის ერთი ავტორის დახატული რა ანუ იმის თქმა მინდა მოკლედ რომ ეხა ეგეთ დეტალებზე გამოკიდება რა თქმა უნდა არ მგონია სწორი მანდ არის აბსოლუტურად სხვა მიდგომა ავტორს სურს რომ აიღოს რაღაცა მნიშვნელოვანი მოცემულობა რომელიც მას აძლევს საშუალებას თქვას ის შემდეგ უკვე რისი თქმაც სურს და ანდრეი რუბლევიც ეგეთი ფილმია მე მგონია რომ უფრო მნიშვნელოვანია არა ეგ ანაქრონიზმები არა ისტორიული სიზუსტე არა პერსონაჟის სახიზუსტი დახატვა არამედ საზოგადოების ჩვენება რომელსაც აჩვენებს ამ ფილმის განმავლობაში ამ გმირის თავგადასავლის პარალელურად მსგავსი ისა სტრუქტურა რაღაც ხო აი არ ვიცი ისიც ისა ობზერვერია რა უყურებს ამ ყველა საზოგადოების ცოდვებს და ამის ყველაფერს ხილველია თან ანდრეი რუბლევის მეორე სახელი ვნებანი რუბლევის მიხედვით ანდრეის მიხედვით ეგრე ქვია მეორე სათაური რა ამიტომ რეალურად ისტორიულ კონტექსტზე გამოკიდება იმდენად ღირებული არაფერს არ სცენს ისტორიულ კონტექსტში ამ ფილმს. როგორც მან ჩემი საყვარელი სცენა არის, როცა ანდრეი უარს ამბობს განსჯის დღის დახატვაზე. იმიტომ ეს ხალხს შეაშინებს, ჩვეულებრივ გლეხებს შეაშინებს. მაგ პერიოდში მე-14-15 საუკუნეებში შემოქმედებითი დავა, როგორც ასეთი იყო, ანუ არარსებული კონცეფცია ხო რეალურად, იმიტომ რომ ავტორი და შემოქმედის კონცეფცია დაკარგულია ხო მე შუა საუკუნეებში ეგეთ ცნება არის. შემსრულებელი. ხო, ყველაფერი არის იქ ზემოდან ნაკარნახევი, ან ციდან, ან მონომახის მიერ რავი მართველის მიერ ნაკარნახევი და всё აკეთებ რა. ამიტომ ფილმში სადაც ესეთი დონის ისა დაშვებული ესეთი დონის უზუსტობები პრინციპში მიუდგე როგორც ისტორიული ფილმი არ იქნება არა ხო საერთოდ არ მგონია ეგ საინტერესო ასპექტი მაგ ფილმთან მიმართებაში რა მაგ ფილმის მაგ ასპექტით განხილვა არ მგონია საინტერესო ბევრი ფილმი არსებობს ისტორიული, რომელზეც შეიძლება მაგ ჭრილში ვისაუბროთ, რუბლევი არ მგონია რომ მასე უნდა ვისაუბროთ. მეცაც გეტყვი, მე მგონია რომ იგავური ფილმიც არის რა. ანუ ისიც არ არის მთავარი ამოცანა, რომ როგორ თქვა, იმ ეპოქის რუსეთის სახე აჩვენოს, აი რაღაცა ხო არის ესეთი რაღაც სატირული ნაწარმოებები არსებობს, რომ აი გიჩვენოს და გააკრიტიკოს ეპოქა და საზოგადოება. ეგაც არ არის, მე მგონია რომ ცოტა იგავური კინოა და ისევ და ისევ თანამედროვეებებია, რომელსაც ტარკოვსკი გადაიტანა უბრალოდ ხო, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის იგავურობა, ქართულ კინემატოგრაფიასაც რო გადავხედოთ, ხო, ეხა შეგვიძლია ვთქვათ რომ ქართული კინოს ერთ-ერთი ისეთ
ბრჭყალებში სუსტი წერტილი საბჭოთა კინოს გადმოსახედიდან ქართულ კინოზე იყო ზუსტად იგავურობა და რეალობისგან გაქცევა. ხო, შერეკილები რო ავიღოთ მაგალითად, მთლიანად რაღაცა კონცეფცია არის ის გაქცევის კონცეფცია როგორც ასეთის, ხო, რაღაც დონეზე. რაღაც დონეზე კიდე იგაა. ბევრი რამე შეიძლება შერეკილებში წაიკითხო, ძალიან ისეთი საინტერესო მიდგომაა, რომ მთლიან შერეკილები არის დანტეს ღვთაებრივი ჯოჯოხეთის აი იმ ჯოჯოხეთში მოგზაურობის ღვთაებრივი კომედიის რაღაცა ინტერპრეტაცია ამ ენაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმბოლოებია, რომელიც ხოლმე ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი სიმბოლოებია რაღაცა მაქედან დაჭერილი და თქვათ აი რაღაცა წყვილი, რომელიც არის ნაჩვენები ბიჭის და მოხუცი კაცის, რომელიც ამას ცხოვრებას ასწავლის ერთი სიტყვით და რაღაც, მოკლედ ეგ სხვა საუბრის თემა არის ახლა, მაგრამ ეს იგავურობა საბჭოთა კინოსთვის სახასიათოა. ამიტომ გონია მე რომ ანდრეი რუბლოვიც ცოტა იგავური ფილმია და არ აქვს ეგ პრეტენზია რომ აუცილებლად და უფრო სხვა რაღაც არის საინტერესო ტარკოვსკისთვის ჩემი აზრით, აი შეიძლება ვთქვათ, აი ხა არ ვიცი ვფიქრობ, რომ პიკარესკული ნაწარმოებია, ანუ პიკარესკული ნაწარმოებისთვის რაც არის დამახასიათებელი, რომ თავარი გმირი ნაწარმოების სიუჟეტის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად არ იცვლება, აი ეს არ არის მისი განვითარების გზა, სხვები იცვლებიან, ხო, და მის გარშემო გარემო იცვლება და ეს დამკვირვებელია ამ ყველაფრის და ამისი თვალით ავტორი გვაჩვენებს აი ამ ყველაფერს რა. ტექნიკურადაც ძალიან მოუწონს ეგ მაგ ფილმში საერთოდ არ არის სიჩუმე, როგორც ასეთი. ფილმი არის ძალიან ხმაურიანი, თუმცა ეს ხმაური, ეს ყოფითი რაღაც როგორი ბუნებრივი ხმებია თან ყვირილები რაღაცა შორიდან მოსული ხმები. იმდენად ჯდება ყურში, რომ გონია რომ სიჩუმე. არა და არა სიჩუმე. ანუ ფილმს თავიდანვე შეყავხარ მის სამყაროში და ეგრევე შენ უკვე აღიქვა, არც გჭირდება გაცნობიერება იმის, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. ანუ შენ გონია სიჩუმე ის, რაც რეალურად სიჩუმე არ არის. და ეგ სტილი მე ეგ ხერხი, საუნდ დიზაინის ეგ ხერხი ხშირად მეორდება ტარკოვსკისთან. თუნდაც მსხვერპლს შეწირვა თავიდან ბოლომდე ხმაურზე აგებული ეს ფილმი რა, ანუ ხმის ნაწილი რა. და მანდაც სიჩუმე, როგორც ასეთი არ იგზნობა და სხვა შორის სიჩუმე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბრესონისთვის. ბრესონისთვის სიჩუმე კინოში არის გადამწყვეტი რამ. და სულ მიკვირდა ტარკოვსკი ამ სკოლის მოსწავლეა რეალურად. ბრესონის სკოლის მოსწავლეა. ბრესონი მისთვის იყო ბოლოს რო ჩავიდა იქ ევროპაში, ბრესონთან ძალიან ახლოს იყო, ხო, სიკვდილის წინ, სულ ბრესონი მოდიოდა ხშირად მასთან და ხშირად იკითხავდა, ხო? პრიზი ხო გაიყო ეს თუ პრიზი მაშინ კი გაიხსოვს და ხო, მე სცენა მახსოვს ტარკოვსკი რო ამოდის და ბრესონი რო იქ ორივეს მე მგონი ერთად გადასცეს თუ სწორად მახსოვს და რაღაცა ამის. ანუ სიჩუმე ბრესონთან არის ხშირად მის ფილმებში. ბრესონთან ხშირად არის რუტინა ასევე. და ჩვენ რო გადავიდეთ შემდეგ ფილმზე ასე ცოტა კონტექსტუალურად. სიჩუმე კარგი ხიდია შემდეგ ფილმზე გადასასვლელად. სიჩუმე და ასევე დრო. ხო. განგრძობითი კადრი, ძალიან გაწელილი კადრი, რაც არის სოლარისში. მანამდე ტარკოვსკისთან ეგ არც რუბლევში და არც არ არის იმდენად გამოვლენილი და იმდენად როგორ თქვა იმდენად ხატრულ ხერხად ქცეული არც რუბლევთან ჩემი აზრით და არც ივანევის ბავშვობასთან შენ საპირისპიროს ფიქრობ? არა, ერთადერთი დამავიწყდა მე თქვა აი რუბლევში ყველაზე მეტად თამაშობს სივრცეებით და პერსპექტივებით და ეგეთი სამხატვრო კინო მე მგონი არის ყველაზე მეტად სამხატვრო კინო, არა იმიტომ რომ ხატმწერზეა, არამედ თვითონ აი კადრებით იმდენად და პერსპექტივებით და პერსპექტივის სიახლოვით, აი განსაკუთრებით კულმინაციურ მომენტებში, აი ზარის ის როცა არის. ზარს როცა ხედავ ძალიან ახლო ხედი, ხო? ეს ასე რო გვაქვს ლამის. კი, და თან აი მაგის პარალელურად დიდი პერსპექტივები რო აქვს, დიდი ჰორიზონტები და თან ამ ეს ჰორიზონტი არ არის ცარიელი თან. სულ რაღაცა ხდება, ზოგჯერ ადამიანები წერტილები ჩანან, დიდი კომპლექსური მიზანსცენებია და ამ სხვაგან ეგეთი მასშტაბური ტილოსებრი რაღაც ხედვა. ნოსტალგიაში არის რაღაც სცენები. ნოსტალგიაში რომ მაგდენი პერსონაჟი არ არის და ეგ არ არის საჭირო პრინციპში, ანუ მასეთი აღწერა არ არის სივრცის, როგორიც არის. არა, ეგეთი არა, მაგრამ აი ხა ის კიბის სცენა მაგალითად ძალიან ნახატია. პირდაპირ ბზანახატია.
მსხვერპლშეწირვაში ალბათ ბოლოსკენ დაწვის დაწვის სცენა, კი. სცენა ნახატია პირდაპირ. ხო, იმ მსხვერპლშეწირვამდე მივალთ ხო, მე და მგონი ეხლა რომ ყველაზე სოლარის. თანამედროვე ფილმია სოლარის. მსხვერპლშეწირვა ტარკოვსკის. მსხვერპლშეწირვა, აი მსხვერპლშეწირვაზე მე ვფიქრობ, დღეს რომ ყველაზე აქტუალური. ყველაზე ნაკლებად ტარკოვსკისეული ფილმია, ჩემი აზრით, ჩემი შეიძლება, ხედვით. მის საავტორო სტილიდან გამომდინარე, მანამდე მივალთ. ეხლა სოლარისი. ოკეი. სოლარის უბრალოდ მოკლედ რომ მოგიყვეთ, ეს არის სტანისლავ ლემის რომანის ადაპტაცია. სიუჟეტი არის ის, რომ კაცობრიობა უკვე განვითარდა იმ დონეზე, რომ ვარსკვლავთაშორისი ცივილიზაციების აღმოჩენა დაიწყო და არის ერთ-ერთი პლანეტა სოლარისი, რომელსაც აკვირდებიან და რომელიც აღარ არის იმდენად აქტიური, როგორც იყო და ამიტომ თვლიან, რომ უნდა წამოვიდნენ აქედან და ამიტომ გააგზავნიან ერთ პერსონაჟს, ნუ კაცს, ყოფილ ასტრონავტს, როგორც მახსოვს, ანუ მანამდე იყო ქონდა ეს გამოცდილება კოსმოსში მოგზაურობის. ასტროფიზიკოსი, ხო. გააგზავნიან, რათა იმ ხომალდზე მივიდეს, სოლარისთან რა ხომალდიც არის და შეისწავლოს იქ არსებული ოკეანე, რომელიც მათი დედამიწელების აზრით, რომელსაც გააჩნიათ ცნობიერება. და იქ ძალიან, ანუ რომ ასე რომ მოგიყვეთ ეს ფილმი, მეორე აქტი რომ მოგიყვეთ მაგალითად პლოტ ტვისტი, რომ დაგისპოილეროთ, თუ სპოილერები არ გიყვართ, გადაახვიეთ 2-3 წუთი. პლოტ ტვისტი მეორე აქტში არის ის, რომ ამ ოკეანეს გააჩნიათ ცნობიერი და ეს ოკეანე პირიქით შეისწავლის დედამიწელებს და არა დედამიწელები შეისწავლიან ამ ოკეანეს. და ამიტომ ეს ოკეანე აგზავნის ამ ადამიანებთან, რომლებიც ხომალდზე არიან, სიგნალებს, რაღაც სახეხატებს, მათი წუხილის, მათი სევდის, მათი რაღაც ბრალის პროექციებს მათთან და ასე ტანჯავს რეალურად ამ ხალხს და შეისწავლის. ეს არის პლოტი. ასე რომ მოგიყვეთ ძალიან საინტერესო ფილმი და ისედაც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ფილმია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ახალი მხატვრული ხერხი, რომელიც ტარკოვსკი ძალიან ხშირად საუბრობდა. მე ხომ მოუწია თავის გამართლება, რომ ეს ფილმი დროში გაწელილი, იმიტოა რომ სერიოზული ფილმია და სერიოზული ფილმი უნდა იყოს ეგეთი რთულად საყურებელიო რა, იმიტომ რომ რატო არ უნდა იყოს? მოკლე რატო უნდა? ასეთ პასუხი ქონდა, ანუ გრძელი რატოა? იმიტომ რომ მოკლე რატო უნდა იყოს? ეგ ლოგიკა ჰქონდა მას და რა მაინტერესებს, აი შენ როგორც ტარკოვსკის მოყვარული, ბრესონთან ასკეზა როგორც ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ტარკოვსკისთვის ეს ხერხი ხო ჭეშმარიტების მიღწევის, კინემატოგრაფიული ხერხების ჭეშმარიტების გამოვლენის ხერხია რეალურად, დროში გაწელვა, განგრძობითობა. ბრესონთანაც დრო არის ეს ინსტრუმენტი, მაგრამ სხვანაირად იყენებს ამ დროს. ბრესონთან გვაქვს რუტინა, ძალიან ისეთი რაფინირებული, ძალიან არამრავალფეროვანი და ჩუმი რუტინა არის ჭეშმარიტების გამოვლენის ღვთაებრივი გამოვლენის ტრანსცენდენტალური. რასაც იმეორებს მერე უკვე მაგ გამოცდილებას ბელატარი მაგალითად. კი, აი ბელატარი, ხო, ბელატარი სუბთა ბრესონის მაკედან ამოდის, კი. და ტარკოვსკი დროს იყენებს როგორც განგრძობითობას და არა როგორც რუტინას. და მაგას მაინტერესებს რას ვფიქრობ, აი მაგ მხატვრულ ხერხზე როგორც ასეთ სცენის განგრძობითობა გაწელვა, რაც ნუ სოლარისი ძალიან მაგიური ფილმია. თუ ჩაგითრია, ვერც მიხვდები, როგორ გავიდა 2 საათნახევარი, ანუ ქრონომეტრაჟი აქვს 2 საათნახევარი. შეუძლია ის ჩაგითრიოს, ისე დიდ გრძელი სცენები დაგიხატოს, რომ საერთოდ წარმოდგენა ის გეკარგება რა, დროის აღქმა როგორც ასეთ გეკარგება, რაც ძალიან მაგიური განცდა რეალურად. ანუ ამ ეს ფილმი მაგ გზნობას რეალურად განიჭებს და შენ რას ფიქრობ მაგაზე, მაგ ხატრულ ხერხზე? ნუ ძალიან მარტივი ჭეშმარიტება არის, მე არ მომიგონია ეგ, რომ ტარკოვსკის კინო ზოგადად არ არის კინო, რომელსაც რაღაც პოპკორნით უნდა უყურო ხელში და ელოდე ტრადიციულ თავშექცევას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავშესაქცევი არ არის, ოღონდ სხვა კუთხით ეს არის რაღაცა მედიტაციის განგრძობითი პროცესი, რომლისთვისაც უნდა მოემზადო და ისე შეყვე, ანუ უნდა აი როგორც მედიტაციის ტრენერები ამბობენ ხოლმე, რომ ეხლა თუ უნდობლად მიუდექი თავიდანვე მედიტაციის პროცესს, ხო? ნუ არაფერი არ გამოვა მას. შენ თუ ეხა იქ ეჭვს და აბა მე ეხა თუ აბა მიდი და დამაჰიპნოზე. არაფერი არ არის ეგ, მაგრამ უნდა მიენდო რაღაცნაირად დაუჯერო შენი განეწყო ამისთვის და შეიძლება რაღაცა შედეგი მიიღო. მე მგონია რომ ტარკოვსკის კინოც ეგეთი კინოა, რომელსაც უნდა მიყვე, მიენდო, თუ ეჭვის თვალით უყურე და კრიტიკულად მიუდექი ყოველ დეტალს, ბევრს იპოვი ესეთ გასაკრიტიკებელს და საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე როგორ თქვა, გამართულად
საძულველი და ყველაზე ხშირად გასაკრიტიკებელი რეჟისორიც არის და ყველაზე მეტად საყვარელი და ანუ უკიდურესობების რეჟისორი. არ არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აფასებს ტარკოვსკი უბრალოდ არანაირი სენტიმენტების გარეშე. ხო, მე მომისმენია ძალიან კრიტიკული აზრი და ისეთი უბრალოდ რომ ადამიანებს ზარავს მისი ეს მოჩვენებითი თავმომწონეობა ამ რაღაცა სულიერი თემებით და აი ეს რაღაცა კოკეტობა თუ რაღაც რომ აუცილებლად უნდა აჩვენოს დიდი ხანი როგორი ირწევა ბალახი ქარის დაბერდვაზე და აი რაღაც ეს და ნუ იცი რა ესე რომ მიყვე შეიძლება დაეთანხმო კი იმიტომ რომ ნუ აი გავიგეთ თუ აი რაღაც ესეთ სკეპტიკური პოზიცია დაიკავა მაგრამ ტარკოვსკი თავს დებს და ასე ვთქვათ ქმნის კინოს რომელიც ძალიან ქრისტიანობიდან ამოდის ძალიან არ არის თეისტური მაგრამ არის სულიერი ათეისტური არ არის დოგმატური თვალსაზრისით, მაგრამ არის ძალიან სულიერი და სულიერების ასევე დაუწერელი წესია, ეხლა რასაც ქრისტეუნე მოციქულებს, რომ ან უნდა დაუტევოთ და წამომყვეთ პირდაპირ, ან თუ ეხლა იქ ოჯახს გამოემშვიდობე და იქ იმას ქენი საქმეები მოათავე და რაღაცა, ეგ მერე აღარ უდრის წრფელ მოციქულობას, მოციქულებს რას ეუბნება, როცა მიყვებიან, ხო? რომელი მოციქული არ მახსოვს ერთი იტყვის, რომ აი 1-2 დღე მომეციო და თუ შეიძლებაო და გამოყვებიო და ეგრე არ არის. ანუ ან იქით ან ხო, ან პირდაპირ უნდა მიყვე. თუ მიყვები უბრალოდ მე ჩემ პირადი გამოცდილებით ბევრს მოგცემს. სოლარისის შემთხვევაშიც აი ეგ არ არის მე არ მგონია რომ ეგ არის თვით მიზანი რომ შექმნას ასეთი კინო. მე მგონია რომ ეგ არის საშუალება იმისთვის რომ ადამიანმა მოახერხოს და ჰქონდეს საკმარისი დრო რომ მიყვეს ამ ფილმის სიღრმეს. თორე ეს სიღრმე არ შეიძლება რომ ტრაფარეტივით აგაფარონ სახეზე. ამ სიღრმეს შენ თვითონ უნდა ჩაწვდე და რაოდენ ესე თავმომწონეთ თუ პომპეზურადაც არ უნდა ჟღერდეს ამ სიღრმეში ჩაყავხარ ამ კინოს და რასაც უკეთებს ოკეანე მის პერსონაჟებს სრულად დაუნდობლად ექცევა ასე ვიტყოდი სოლარისი თვითონ იმავეს გიკეთებს ეს ფილმი მაყურებელს ასე მგონია ისევე გაჯადოებს და შენ არამთავარი გმირის წიაღში იხედები არამედ შენ საკუთარ წიაღში იხედები მისი წაბაძვით და ამითი არის ძალიან საინტერესო მე საინტერესოა იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნეთ თუ ზუსტად სივრცეებით თამაშობს ანდრეი რუბლოვში აქ უკვე აი მართლა დროით თამაში იწყებს და სივრცე საკმაოდ ჩაკეტილია მთელი ფილმის გამო. ხო, სივრცე კედელი ყველგან ჩანს. რაღაცა და სხვა შორის პირველი ფილმია რომელშიც უკვე ფერებით იწყებს ნუ პირველი ფერადი ფილმია? ხო, თუ მოკლემეტრაჟიანებს არ ჩავთვლით. და თუ მის შემდგომ კინოს გადავხედავთ, ხო? ყველა ფილმს რაღაცა ფერები აქვს წამყვანი ფერთა პალიტრა რა. აქ რაღაცა ეს წითელი თუ მოშინდისფრო ფერი რაც თეთრი წითელი ელემენტები აქვს სულ აი კედლებს და ყველაფერს რა. რაღაცა ეგ სიმბოლიზმიც შემოაქვს. როგორი გახსოვს როგორ იწყება სოლარის ხო? იწყება შემოდგომა, ხედავთ რაღაც ტბა და ეს კაცი რო დგას ეს თავარი კრისი პერსონაჟი და ხე ყვითელი ფერის ხე არ მახსოვს რა ხე იყო ზუსტად. რისი თქმა მინდა დედამიწის დედამიწით იწყება. ლემს არ მოეწონა ეს ფილმი ძალიან, იმიტომ რომ ლემთან დედამიწა საერთოდ არ არის მგონი. ხო და ლემს უნდა და პირიქით სხვა რაღაც უნდა და ეს ამ კოსმოსური აფეთქებების ეპოქაში გულისხმობ პოპულარობას კოსმოსის და კოსმოსის კვლევის ლემმა კიდევ ერთი ესეთი sci-fi უმნიშვნელოვანესი ტექსტი sci-fi-ისთვის შექმნა რომელსაც მეტი ეშხი უნდა მიეცა ადამიანებისთვის ამ კოსმოსის კვლევაში რომ კოსმოსი იმდენად უკიდურგანოა გონიერია რაღაც საინტერესო რაღაცა და ამან ადამიანზე გააკეთა. ამან შექმნა დედამიწური კინო საკუთარი თავის პოვნაზე გააკეთა ფილმი და არა სხვა რაღაცეების სულ სხვა იმიტომ არ მოეწონა ლემს რომ მისი როგორც ივანე აქაც გამოიყენა ეს მასალა. ნუ ტარკოვსკი და მწერლები არასდროს არ იყვნენ. შექმნა საკუთარი კინო. ხო, მე მგონი სტრუგაცკებიც უკმაყოფილოები იყვნენ საბოლოო ჯამში სტალკერით და აი გარი ხო რომ სულ
თითქოს სულ ერთი და იგივე რაღაცა ინტერესებს და სხვადასხვა კუთხით აღწერს მე ამ რაღაცას ადამიანის საკუთარ თავში ძიებას, საკუთარ ბავშვობაში ძიებას და პოუნას აი ადამიანისას. ტარკოვსკის აქვს ეგეთი კარგი რამე ნათქვამი სოლარის ყველაზე მეტად ერგება ალბათ ეგრო. როგორ უნდა უყურო ფილმს. აი მე თავის დროზე რო აღმოვაჩინე, კარგი ფილმი ისე გაყურებინებს თავს, როგორც მატარებელში მჯდომი ფანჯარაში უყურებ გარემოს, რომელიც ფანჯრის მიღმა ჩაივლის. და მოძრავი სურათებია ორივე. მოძრავი სურათებია, შენ მოძრაობ, მაგრამ შენ უძრავი ხარ ამავდროულად, არ იცვლები, ერთ ადგილას ზიხარ და ეს ყველაფერი მიდის შენს მიღმა და უფრო ემოციური ის არის მან ჩემი აზრით სახეხატი რა, რომ მატარებელში როდესაც დიდხანს აკვირდები მიღმიერ სამყაროს, მატარებლის მიღმა სამყაროს და ამ სურათები იცვლება, ქალაქები ჩამიდიან, მოდიან, შენ თავში ტრიალებ. სიამდვილეში, როდესაც მატარებლის ფანჯრიდან იყურები, შენ ხო იმას არ უყურებ, მაინც ბოძი, კიდე ბოძი. თავიდან უყურებ, მე მედიტაცია საკუთარ თავში უღრმავდები, შენ აღარ რჩები იქ, რომ აი ხე არის, ეხა მინდორია, რაღაცა ყველაფერს ესე ხო არ აღრიცხავ. ისევ იმას უყურებ, რასაც თავიდან აღიქვამდი, მაგრამ უკვე რაღაც ფიქრებში ხარ წასული და კარგმა ფილმმა ეგ სოლარისიც ეგ არის, რაღაც ცოტა ისეთი თვით რეფლექსიის ფილმი. და ამ თვით რეფლექსიას შესვლას ისევე როგორც ჰიპნოზს. სჭირდება დრო. სჭირდება დრო. ეგ არის. всё. ამოვხსენე. всё, ეგ არის. სოლარისი მოკლედ 72 წელია, თუ არ მეშლება, იმედი არ მეშლება, თუ მეშლება დავაზუსტებ, არ არის პრობლემა. არ გეშლება 72 წელი მახსოვს. და შემდეგი ფილმი არის ალბათ კი არა და აღქმული როგორც მისი ყველაზე გაუგებარი ფილმი მის ფილმოგრაფიაში. ეს არის ფილმი სარკე, რომელიც რო დაგუგლოთ და ვიკიპედიაში რო ჩაწეროთ, აეწერება ავტობიოგრაფიული ფილმი. და ეგრეც არის პრინციპში. თუ ეგ ინფორმაცია თუ არ გაქვს, რომ ტარკოვსკისთვის ეს ძალიან პირადი ფილმია და უბრალოდ უყურებ ფილმს და გაკმოლოდინი რომ ბავშვზე რაღაც ისტორიას გაიგებ, ძალიან დაიბნევი რა, ანუ ძალიან სხვაგან წახვალ. სარკე არის მე ძალიან მომწონს მისი პირველი სცენა აქ ფილმში, სადაც ლოგოპედი ცდილობს ალაპარაკოს ბავშვს, რომელსაც მეტყველების პრობლემები აქვს და ბოლოს, სცენის ბოლოს ეს ბავშვი ალაპარაკდება და ეს ქალი ლოგოპედი უმეორებს, რომ მე გაიმეორე, მე შემიძლია ალაპარაკი, მე შემიძლია ალაპარაკი და ეს ბავშვი ბოლოს გაიმეორებს, მე შემიძლია ალაპარაკი. მერე იწყება ფილმი. და თითქოს მთელი დანარჩენი ფილმი ტარკოვსკისთვის არის ტარკოვსკი ცდილობს ალაპარაკდეს და თქვას რაღაც რის თქმაც მთელი ცხოვრება უნდა თქვას ამ ფილმით და ეს პირველი სცენა ძალიან ანუ ფილმის ისაა რა ფორმულა როგორც ასეთ ფილმიც ხო რაღაც დონეზე არის ის რაც რამას უნდა ალაპარაკოს ავტორი როგორც ასეთი და პირველი სცენა მან რეალურად ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ანუ იმიტომ რომ აღწერს თლიანი დანარჩენი ფილმი არის კომპრესირებული, მოქცეული აი აქ zip ფაილად დადებული. ფაქტია რომ გასაღები უნდა იყოს ეგ სცენა, იმიტომ რომ მე არაფერ კავშირში აღარ არის დანარჩენ. არ სიუჟეტურად და ხასიათებითაც და ფორმით არანაირ კავშირში. არაფერი და ფაქტია რომ ეხლა რა რისთვის იწყება მაგითი, ესე იგი რაღაცა გასაღებს გაძლევს, როგორც რაღაცა დაშიფრული ტექსტების დასაწყისში რაღაც გასაღებია ხოლმე მოცემული შიფრის, ეგრე არის მაგ შემთხვევაში ფაქტია. მაგაზე ეხლა ხანს ცოტა ხნის წინ ასევე შევიტყე რომ ზოგიერთი კინომცოდნის ვერსიით საბჭოთა კავშირის მიერ ტარკოვსკის გაჩუმების მცდელობის საპასუხოდ არის ეს სცენა, რომ ტარკოვსკი თავის თავზე თითქოს ამბობს რომ მე შემიძლია ლაპარაკი. მაინც ვილაპარაკებ. არ ვიცი ახლა მგონია რომ არ ვეთანხმებ მოკლედ მაგ ვერსიას, არ მგონია რომ აი უცებს სრულიად სხვა ფილმს ესეთი რაღაცა მანიფესტური მესიჯი დაურთო თავში. თან ტარკოვსკი არ იყო ის ტიპი, რომელიც აი ღიად ძალიან პოლიტიკურ მესიჯს მის ნაწარმოებში ჩასვამდა რა. ხო, არა, შეიძლება ინტერპრეტაცია გაუკეთო და რაც ძალიან ლეგიტიმურია, რა თქმა უნდა. მაგრამ ასე ღიად პოლიტიკურ მესიჯს თავის ნაწარმოებში, რომელსაც ძალიან პირადი დამოკიდებულება აქვს და ძალიან მისთვის ყველაზე ღირებული რამ არის სარკე. ჩაესვა უბრალოდ ვიღაც რო გააგდეს ჩინოვნიკებისთვის
რაღაც მესიჯი ამ ფილმში. ხო, ვერ არა, მეც მისი ხასიათიდან და პიროვნებიდან გამომდინარე დაუჯერებელია. საერთოდ რო გააძევეს ქვეყნიდან გასაქცევად რო გაუხდა საქმე, მერეც კი გადაიღო ფილმი სამშობლოს მონატრებაზე ფაქტობრივად რა და არა იმაზე, რომ აი თქვენ ბოროტებოდათ. შესანიშნავად შეეძლო გადაიღო ალბათ რაღაცა პროპაგანდისტული კინო საბჭოთა კავშირის სიცუდეებზე და მთელი სიმბოლოებით. ხო, რაღაცა, მაგრამ ხო, სხვა სიმაღლეები უფრო აინტერესებს, ვიდრე ესეთი ყოფითი პოლიტიკური მათ შორის თემები. სარკე ერთდროულად არის ჩემთვის უცნაური რაღაც შეიძლება ვთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთდროულად არის სრულიად გაუგებარი და ამავდროულად ძალიან გასაგები კი ფილმია. მე არ ვიცი ადამიანი რომელსაც ახსენდება კადრები საკუთარი ბავშვობიდან, საკუთარი შეგრძნებები, განცდები, ტკივილები, რაღაცეები, სიხარულები, არ ვიცი, რაღაცეები და თან ხვდება და იაზრებს, როგორ გავლენას ახდენს და მოახდინა გავლენა აი ამ ბავშვობის კადრებმა მის მთელ ცხოვრებას და პიროვნებაზე და ასეთმა ადამიანმა ვერ გაიგოს სარკე. რა ვერ უნდა გაიგოს, უნდა გაიგოს. მაგრამ ამავდროულად თუ ეხა სიუჟეტურად შევხედავთ ამას, ხო? რა თქმა უნდა, არ არის სიუჟეტი რა თქმა უნდა ვერ გაიგოს. არ უნდა იყოს სიუჟეტი. ბავშვობის მოგონებები ვისაც გვახსენდება, არავის გვახსენდება რაღაც დრამატურგიულად აწყობილი სცენარი. პირველი აქტი, მეორე აქტი, მესამე აქტი და კონფლიქტის შეკრა, კვანძის შეკრა და კვანძის გახსნა და კულმინაცია ეგრე არავის ვერ გვახსენდება და ზუსტად ეგ მოგონებისეული სურათები გადმოიტანა ამ ფილმში რა, სარკეში და ეგრე შეკრა რეალურად ეგ ფილმი და ამიტომ მაგიტო აუცილებელი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში რომ სარკეს ყურებას რო გადაწყვეტ აუცილებელია რომ იცოდე რას უყურებ, იმიტომ რომ ძალიან ავანგარდულ ნაწარმოებს უყურებ და ძალიან არაკონვენციურ რაღაცას რა, ანუ ის რასაც რეალურად შემზადებაც მიუხედავად იმისა რომ მე არ მიყვარს ეგ შესავალი ფილმებში რომ აი რაღაც რო გიხსნია და რაღაც უმეტესწილად ფილმებში არ მგონია ეგ, მაინც მგონია რომ მაყურებელმა არც უნდა იცოდეს სათაური ამ ფილმის, არც პოსტერი, არაფერი არ უნდა იცოდეს, უბრალოდ პირდაპირ ფილმს შეხედოს რა. ხო, უფრო შიშველი და ცოცხალი ემოციები რომ მიიღოს, თუმცა დღეს ახლა მაყურებელი ისეთ შეცვლილია, თავისი რაღაც მაყურებლის გონება და თუნდაც კლიპური აზროვნება რო ახსენოთ და ნერვული სისტემა ისეთ სხვანაირია დღევანდელი ვიდრე თუნდაც 50 წლის წინანდელი ხო სჭირდება შესავალი რომ ეგ სხვა კინოენა, სხვა სურათებია და სხვა ხასიათის ფილმია. ეს არ არის ფილმი ამბავზე, ეს არის ფილმი გრძნობებზე. ამიტომ შესაბამისი ისა რა მოცემულობა. მე იცი რა არის, ცოტა უტრირებულია ხოლმე ჩემი აზრით სარკეს სადმი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ცალკეული სცენები თავისი შიდა დრამატურგიით აბსოლუტურად გასაგები არის. ეს ბავშვობის კადრების გახსენება, ეტიუდები, ხო, ესე რომ შევხედოთ კი ბატონო. ხა რამდენიმე დრო არის, ხო, მან ნაჩვენები, ერთი არის ძალიან ამის ბავშვობის, მერე არის უკვე ეს ჟურნალისტია თუ მწერალი თუ წერალი, მე მგონი. შემდეგი დრო რაც არის ნაჩვენები და ანუ დამოუკიდებელი თავისი დრამატურგიის მქონე ეპიზოდებია. ამათი ერთმანეთთან დაკავშირება არ არის ყოველთვის აუცილებელი, მაგრამ ძალიან ისეთი, როგორ თქვა, ბაცი, რაღაცა წვრილი ხაზით მაინც უკავშირდება ერთმანეთს. ნუ რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ ეხლა თუ ვინმე მოლოდინი აქვს რომ სარკეს უყურებს და იქ რაღაცა თავიდან დახვდება რაღაცა ჩაგდებული სეტაპი და ბოლოს ტვისტი და რაღაცა მაგრამ ეგ მოლოდინი არ ქნება აქამდე არ არის. სხვა თვალით საყურებელია, არა გონების თვალით, არამედ რაღაც გულის თვალით საყურებელი ფილმია, რომელიც ძალიან დიდ შეგრძნებებს ტოვებს, მათ შორის კინემატოგრაფიით, ხო, ეხლა ჩვენ მანამდე გაუსწარით მოვლენებს და ვთქვით, რომ რერბერგის გადაღებულია, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თუ არა საბჭოთა კავშირის ყველაზე ნიჭიერი ოპერატორი, რომელსაც რაღაცა სრულიად შეიძლება ერთი ელემენტი ტარკოვსკის და რერბერგის დაპირისპირებისა ისიც იყოს ვუშვებ მაგას, გარდა დისციპლინა, უდისციპლინობის, ანუ ცნობილი ფაქტია, რომ სმა უყვარდა რერბერგს და რაღაცა რამდენიმეჯერ წაასწრო ტარკოვსკიმ ნასვამი კამერასთან და გაჭედა და რაღაცა ატეხეს ამბავი დაცხეს ერთმანეთს და მთელი ამბავი, მაგრამ
შეიძლება იმდენად თვითმყოფადი ტიპი იყო რერბერგიც, რომ აი სადღაც მან დაეჯახა. მან თავი ისტორია რეალურად იმ არის ცნობილი ისტორია, რომ თუ იცი სოლოდნიკოვი გეცოდინება. მაგას აქვს ინტერვიუების სერია იმასთან რა ქვია ტარკოვსკის კოლეგებთან ვინც იყო რა, ვინც ცოცხალია ეხა და ერთ-ერთი ამბობს, რომ ტარკოვსკის ასეთ ჩვევა ქონდა, რომ არ იყურებოდა ობიექტივში. ეგ პრაქტიკა გამოიმუშავა უკვე მოგვიანებით. და სტალკერში რერბერგთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ უფრო ხშირად იყურებოდა ობიექტივში და რერბერგს გაუჩნდა განცდა, რომ ეს კაცი ამას ჩემს ანუ თუ ოპერატორი ვარ და მენდობი, მაშინ ბოლომდე მენდე რა წესია, ყოველ წუთას მოდიხარ და მიმოწმებ ობიექტივს და ეს იყო რა, ეს კონფლიქტი იყო მათ შორის, რაც მე გადაიზარდა პრინციპში იმად, რომ რერბერგი ლამის გააგდეს, ჩამოწერეს ყველა არაპროფესიონალის დაღი დაადეს რეალურად და გააგდეს. ძალიან გადაიკიდნენ ერთმანეთს. დაუნგრიეს კარიერა რეალურად. მაგის მერე რამე ისეთი ღირებული, მეგონი არ შეუქმნი. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. არ მახსოვს, ხო? და სარკიდან რო გადავიდეთ, სარკიდან ტარკოვსკის გაუჩნდა სენტიმენტები, რომ მანამდე ჰქონდა პრინციპში სულმოდა მთელი კარიერა, რომ დოსტოევსკის იდიოტი რო გადაიღო და მაგაზე რას ფიქრობ? რატო დოსტოევსკის იდიოტი მან და მაინც? ჩემი საყვარელი პერსონაჟია მაგალითად რუსულ ლიტერატურაში მიშკინი, ხო? იმიტომ რომ აი ნუ ხა რო დავანებოთ ლიტერატურაცოდნეობრივ ხედვებს და რაღაცას ქრისტეს ანალოგია და რაღაც საზოგადოებაში ესეთი სუფთა და პატიოსანი მე მგონია რომ აი ეგ არ არის სოფლიო ხელოვნება განებივრებული ეგეთი კონფლიქტით. როდესაც ერთ ხელოვნებას ხო უმეტესწილად წყალწაღებული სულები აინტერესებს ხოლმე ვიდრე იმიტომ რომ აი კათარზისი უფრო საინტერესოა. როგორ გახდა რაღაცა ვთქვათ ბარაბა უფრო საინტერესო სახე არის ვიდრე იესო ხო იმიტომ რომ ეს სისუფთავე ეს სითეთრე აი pure წმინდა სისუპატიოსნება და რაღაცა ხო ხელოვნებისთვის შეიძლება ცოტა ბრტყელი იყოს მაგრამ დოსტოევსკის შემთხვევაში ხა ალბათ იმიტოა ზუსტად საინტერესო რომ იმ გარემოში ჩაგდებული აი რუსეთის იმ პერიოდის ამ რაღაცა წარმოსადეგ საზოგადოებაში მისული ქრისტე ხო უკვე საინტერესო ფორმულა კონტრასტია საინტერესო ხო და მე მგონია რომ მანდაც ეგ მომენტია გახსოვს აი ბულგაკოვს ანუ უწერია თვითონაც მაგრამ ახსნაც არ ჭირდება მაგას რა არის ოსტატი და მარგარიტას მთელი იდეა პეცი ხო რა რითიც და ალბათ წერალს ხო უჩდება რაღაც თავიდან რომ აი ეს მინდა და რაღაცა გაუჩნდა ის მომენტი სადაც ალბათ უცებ იფიქრა რომ პილატეს და იესოს სცენა იგულისხმება არა თვითონ ვოლანდის და დემონების ისა რა რომ ესე იგი დემონები სატანა რაღაცა ყველაზე არქეტიპთაგან ყველაზე უარესი ისეთ გარემოში ხდება სადაც მასზე უარეს თვითონ არ არის ყველაზე უარესი რა და ის ხდება რაღაც ცოტა ამაღლებული ამათთან შედარებით ამათი შეფასების ამათი შეფასებელი ხდება როგორც ხო ანუ როგორ შეიძლება ვოლანდიც კი და ეს დემონებიც ვინც არის ახლა ნამუსიანი კაცი გაოცდნენ ამათი უნამუსობით ხო და აქ არის მეორე კონტრასტი რა რომ იგივე ოღონდ აი აქ ამ საზოგადოებაში ისე ვიგავური თხრობაა ჩემს და ეხლა მე-19 საუკუნის რუსეთ კი არ აინტერესებდა ტარკოვსკის ისევ ეს თავისი გარემო აინტერესებს რუბლევი ყავს ეგ პერსონაჟი უკვე გადაღებული რეალურად ანდრეი რუბლევი მიშკინი შეგელია საერთოები და პარალელები იყო თუნდაც ის რომ თვითონ როგორც პერსონაჟი არსებითად არ იცვლება და სხვაები იცვლებიან მის სირგულში შეიძლება მაგრამ მეორე მხრივ რუბლევი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აფასებს. რუბლევი არ არის ეგეთი გულუბრყვილო და მიამიტი, როგორც მიშკინი. მიშკინი ძალიან დაუცველია, ძალიან არა იმ ეპოქის და არა იმ პერიოდის კაცია რა. ცოტა რაღაცა დონკიხოტური ტიპია, ოღონდ ჯერ არ დაუწყიეთ ხარისწის ქვილების წინააღმდეგ ბრძოლა, თორე თავისი რაღაცა სისუფთავით არის ძალიან ესეთი დონკიხოტური. ხო და აი ალბათ ეგ მაგან დააინტერესა, რომ დარჩა კი ჩვენ დროში, მის დროში, ამ შემთხვევაში, თუნდაც ჩვენ დროში ადგილი აი ამ პატიოსნებისთვის რა. და სარკის მერე
რატო თქვი დოსტოევსკი უნდა და როგორც მე მოვემსად და ჩავუჯექი და რაღაცები ვიპოვე ამის მერე უნდა იდიოტის გადაღება რასაც რეალურად არავის არ მიცემდა მით უმეტეს ტარკოვსკის არავის არ მისცემდა გოსკინო იმის უფლებას რომ გადაიღო დოსტოევსკი ყველაზე ნიჰილისტური წერალი მაგაზე რამე გადაიღო რა და ამიტომ ჩააბარეს და დაიწყო მუშაობა სტალკერზე. რაც არის ძმების სტრუგაცკიების, რომელიც ხოლმე ერთ-ერთი ბათუმშია დაბადებული ბორისი. კი. არის ბათუმში დაბადებული და მათი ძალიან პოპულარული და ძალიან მოთხოვნადი მაგ დროს და პრინციპში დღესაც ერთ-ერთი, დღეს არ არის იმდენად მოთხოვნადი, მაგრამ ასევე პოპულარულია რა. პიკნიკი გზის პირას, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი და შეგიძლიათ პრინციპში გაეცნოთ და რო წაიგითხავთ და ფილმს უყურებთ არ გაგიკვირდეთ რომ ორი საერთოდ სხვადასხვა რამ არის ეს არის ძალიან ეს არის ყველაზე ნაწყვალევი ფილმი ტარკოვსკის ფილმოგრაფიაში ამ ფილმზე იმუშავა 4 წელი ფილმი გადაიღო 4 ჯერ დაიბრაკა მთლიანი ლენტა როგორც ასეთი მე გაირკვა რომ სიამოვნებაში უმეტესობა არ დაბრაკულა და სხვა მიზეზები იყო მან პრინციპში მაგრამ ამ ფილმს აქვს აი თავისი ისტორია ამ ფილმის შექმნას სცენარი გადაწერილი იყო 14 ჯერ თუ 18 ჯერ ანუ ძალიან ბევრჯერ და იდეა ამ ისტორიის არის ის რომ ჩამოვარდა მეტეორიტი დედამიწაზე, გაჩნდა რაღაც ზონა, სადაც ზებუნებრივი მოქმედებები ხდება და არის პერსონაჟი სტალკერი, რომელიც თავზე ხელაღებული ტიპია და რომელიც ფულს შოულობს იმით, რომ ამ ზონაში მიდის, აქ რაღაც ღირებულ რაღაცებს ჩითავს, მოდის და მე ამით ფულს აკეთებს. ხო ეგ ხალხი შეყავს. ახლა ეგ ხალხი შეყავს ფილმში, მაგრამ წიგნშიც. წიგნის მიხედვით, ხო? ეგეთი ტიპი იყო რა, ანუ იქ მიდის და ანუ რეალურად ვანდალთან მიახლოვებული ტიპაჟია, ჟანრული განგსტერი ტიპი რა, რომელიც აი რაღაც სამარხების ბძარცველი. ხო, რისკზე მიდის რა, რომელსაც ისეთი რა, აბრაგი, როგორც შეიძლება ითქვას და აქ სტალკერი არის ნეტარი პერსონაჟი, რომელსაც ორი ადამიანი ზონის ისტორია სულ სხვანაირია ფილმში ზონის ისტორია იქ არის რომ მეტეორიტი ჩამოვარდა და არის პატარა ოთახი ზონაში სადაც სასწაულები ხდება და აქ მისვლა მოუნდება წერალს რომელსაც თამაშობს ანდრეი რუბლევის მსახიობი სოლონიცინი კი იანკოვსკი კი არა და აუმივარდა კაიდანოვსკი თამაშობს სტალკერს და ანდრეი რუბკო თუ არ მეშლება თამაშობს პროფესორს. ეს სამი ადამიანი სტალკერი როგორც მათი ხელმძღვანელი, მათი გზამკვლევი ამ საშიშ სამყაროში, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს, მიდიან ერთად, რათა ამ ოთახს მიაღწიონ და რეალურად მწერალს სხვა მიზნები აქვს, პროფესორს სხვა მიზნები აქვს და რაღაც მომენტში ეს გონება, გულის დაპირისპირება და მათი მონოლოგები ძალიან ისეთი სუპერ ფილოსოფიური მედიტაციური ფილმი გადაიღო და არა ისეთი სანახაობრივი ჟანრული ისტორია, რაც არის პიკნიკ გზის პირას და რისი მოლოდინიც ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას, საბჭოთა გოსკინოს როგორც ასეც და ამ სცენარების გადაწერის მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ გამოიყვანა ისეთი პერსონაჟი ტარკოვსკის, რომელიც საბოლოოდ მოიწონებოდა, ძალიან არ მოწონდა, მე როგორც მივხვდი ტარკოვსკის სტალკერის პირვანდელი ვერსია ძალიან არ მოწონდა და არ ხიბლავდა. იმიტომ მართლა ძალიან არა ტარკოვსკისეული პერსონაჟია ძალიან უფრო ისეთი ჰოლივუდური პერსონაჟი უფროა ვიდრე აი ტარკოვსკის სამყაროს ტიპი და მაგიტო აი უფრო და უფრო ნეტარი გახადა, უფრო და უფრო ფილოსოფოსი, უფრო და უფრო რაღაც ცოტა პაციფისტი, ძალიან შიშარა რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ ზონაში მეტის ხასიათი მაინც ისეთი აქვს, რომ სულ ეშინია, სულ ზონამ რამე არ დაუშავოს, აი სულ ამ ფიქრებშია რა. და ფილმში ისტორია, ფილმის შექმნის ისტორია არის ის, რომ ჯერ სხვადასხვა საქართველოში ფიქრობდნენ ერთ-ერთი ტერიტორია იყო საქართველო, რომელსაც მოიაზრებდნენ, რომ ზონა სადაც უნდა გადაიღოს. ვა, ეგ არ ვიცოდი. მე ტაჯიკეთში, სადაც მე ტაჯიკეთში რომელიღაც
ადგილში უდაბნოს ტიპის ადგილში დაიწყეს გადაღება და იქ მიწის ზრდა მოხდა. მე მოუწია ტალინში წავს ტალინთან ნახეს ასევე ადგილი, იქ დაიწყეს გადაღება, ის გადაღებული გააგზავნეს მოსკოვში, მოსკოვმა დაბრაკა, მე მეორეჯერ გადაიღეს ისევ რერბერგთან, მეორეჯერაც დაიბრაკა და მე უკვე რერბერგი აღარ იყო. უკვე მოვიდა კალაშნიკოვი და იგიც დაიბრაკა. მე ტარკოვსკის ეს არის 76 წელი უკვე ტარკოვსკის ინფარქტი ემართება და მე უკვე ხელახლა იწყებს მესამე ოპერატორულ გუნდთან, რომლის ხელმძღვანელი არის კნიაჟენსკი, რომელიც ისეთი რა ქვია, საბოლოოდ მაგის ფილმს ვუყურებთ რეალურად და არა რერბერგის და ის არაფერი არ შემორჩა. ხო, ამბობენ რომ კადრები და დადგმა შეინარჩუნაო, მაგრამ ფაქტია, ეხლა მასალა უკვე არის კნიაჟენსკის, ხო. ეგარი. ჩემი საყვარელი ფილმია ტარკოვსკის შემოქმედებაში. რაღაცა მგონია რომ ქვაკუთხედია რაღაცა მისი კინოს გასაგებად, იმიტომ რომ თვითონ არის სტალკერი ზუსტად ამ თავის კინოსამყაროში, როგორც ამ ფილმში. ძალიან უცნაური ფილმია. იმ ხრივ რომ ეხლა რაც სიმბოლოები ჩვენ ხშირად საუბრობთ სიმბოლოებზე ტარკოვსკის ფილმებზე საუბრისას, მაგრამ აქ ჩემთვის ყველაზე უფრო გასაგებია საბოლოო ჯამში ისი თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცები მგონია რომ უფრო მეტად ახსნა, მაგალითად რაც მანამდე უფრო აუხსნელი იყო. ახსნა ზუსტად აი ამ თავარი გმირის სტალკერის პირით, როდესაც მას შეყავს ეს ადამიანები, ასევე იქ ჩანს აშკარად რომ სპეციალურად ბევრს დაატარებს, თითქოს იმავე ადგილას გამოდიან, საიდანაც შევიდნენ, თითქოს გზას კარგავენ. საბოლოო ამოცანა, ყველასი სხვადასხვა, როგორც თქვით, ხო, რაღაცა საკუთარი თავის შეცნობა თუ რაღაცის აღმოჩენა თუ გაგება თუ იმ ჯადოსნურ ოთახამდე მიღწევა, რომელსაც შეუძლია ერთი სანუკვარი სურვილი შეგისრულოს რაღაცა უმნიშვნელოვანესი, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს ის სურვილი, რომელიც შენ არ იცოდე რა გაცნობიერებული გაქვს, ხო, და თურმე სულ სხვა რაღაცა გსურს. და მანდაც რაღაცა გასაღებებს გვაძლევს რა, აი, როდესაც ეს მთავარი გმირი ყვება ძიკობრას, როგორ არის ქართულად არ ვიცი, ძიკაბრაზის ისტორიას, ხო, რომ რაღაცა მისი ამოვარდება აქ. ის არის რაღაც ცხოველი თახვით რაღაცა გავსი მღრღნელი რაღაც ცხოველი. ხო. რაღაცა ეგეთი ცხოველია, მაგრამ იქ არის მეტსახელი მისი წინა მორბედის თუ მასწავლებლის თუ რაღაცა ესეთის, რომელმაც აი ამ ზონაში, რომელიც ასეთი დახურული სივრცეა, ამისი წესები გააცნო, ასე ვთქვათ და რაღაცა. და მე ეს ძიკაბრაზი რაღაცა გაგიჟდა თუ შეიშალა ჭკუიდან და დახოცა საყვარელი ადამიანები. აი თითქოს რაღაც მომენტში მე რო ვუყურებდი, მე მეგონა რომ ეს სტალკერი როცა იგონებს ამ ძიკაბრაზის ამბავს, თავის ამბავს ხო არ ყვება და ან რაღაცა თავი ხო არ აღმოაჩინა ამ ძიკაბრაზში. მე მეგონა რომ ანუ რა არის მისი ამბავი, გარდა იმისა რომ ეს არის ერთხელ რაღაცა დიდაქტიკური მონოლოგი, როცა ეუბნება რომ თქვენ ადამიანებს სულ სხვა რაღაცები გაინტერესებთ და სულ გეჩქარებათ და რაღაცა და არასოდეს არ უთმობთ ამას ამ სულიერებას დროს, ხო აქვს ეს რაღაცა მონოლოგი ძალიან ისეთი ცნობილი. ძალაზე და სისუსტეზე რო ლაპარაკობს. ხო, მაგრამ ხო არ არის ის მხოლოდ გზამკვლევი, ის ხო რაღაც თავის თავში წეძებს ამ ყველაფერს და რა არის მისი ამბავი რა არის ყველაზე მეტად საინტერესო. ანუ შენ ფიქრობ, რომ ძიკაბრაზის ისტორია, მისი ისტორია უბრალოდ არ ასახებს ამას თავის ისტორიად, იმიტომ რომ შესაბამისი შედეგები მოყვება ამას, რომ თქვას, რომ იცი რა, ხო ეხლა თუ მხოლოდ სიუჟეტურად შევხედავთ, შეიძლება მისი ისტორია, ან შეიძლება არის ისტორია მისი, რომელიც დაინახა იმ ოთახში, რომ რა სურდა სინამდვილეში. აი იქ მივიდა. ხო, ის ხო გაჩვენებს შენ ნამდვილს. შინაგანად რაც გინდა, ხო. ხო. და იქ არის პლოტ ტვისტი მაქვს ფილმში რაღაც და ამისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ ხო გახსოვს, სულ გაურბის ოჯახს. ყავს შვილი, რომელსაც რაღაცა უცნაური და შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ინტერიერში რო არის სცენა. ხო, ალისა ფრენდლიხი თამაშობს ცოლს თუ სწორად. კი. მაგრამ ის უეუბნება რომ აი ისევ იქმიდი ხარ არის შლი შენს ასაღებს სულ გაურბის ამ ოჯახს სულ ზონაში ატარებს მეტ დროს
ხო არა ჩვენა თავის დროზე ამ ოთახმა რა იყო მის სანუკვარი სურვილი ის რასაც ყვება ძიტა ბრაზის ამბავში ადამიანებს არ ანახებს საკუთარ თავს იმიტომ რომ რეალური სახე არ ხო იქნებ არ ვიცი არა კარგი დაკვირვება აქვს ხო იქნებ მაგრამ აი მე ბევრჯერ მაგ დადახი ძალიან ცოტა არანორმალურად და აი სულ რაღაც მომენტში თითქოს დავიჭირე შენი საყვარელი მონოლოგი რომელია მაგ ფილმში ჩემი საყვარელი მონოლოგი არ არის ნუ ჩემი საყვარელი მომენტი არის რა თქმა უნდა ეს ტოლკა ეტავა მალა ხო ბოლოსკენ არა როგორც თუ არ მეშლება აი ყველაზე ეგაც გასაღებია მაგ ფილმის კი ბოლოსკენ არის вот и лето прошло ну только этого мало как будто не бывало რაღაცა აი და ეგაც გასაღებია მგონია რომ აი ცოტა აი ყველაფერი აი არა სიცოცხლე არა სიკვდილი არამედ რაღაც სხვა ხო აი რაღაც სხვას ეძებს მისი გმირიც და ცდილობს რომ ამ სტუმრებსაც დაანახოს რომ შეიძლება მათი სურვილები არ ვიცი რაც არ უნდა იყოს ის კი არ არის მნიშვნელოვანი რაღაცა სხვა ეძებონ იმიტომ რომ ამ სხვის და შეიძლება მან ხო შემოდის კიდე უცნაური სიმბოლოები ხო ეს რაღაცა შავი ძაღლი ეს დიუნები რაღაცა ზარი ტელეფონის ხო რაც თითქოს ერთი მხრივ ფანტასტიკურ გარემოს ქმნის მაგრამ მეორე მხრივ სულ იმაზეა მინიშნება რომ შეიძლება ჩვენ მივანიჭოთ სიმბოლოებს რაღაცა მისტიკური მნიშვნელობები და შეიძლება მეორე მხრივ არაფერიც არ არის აქ და ამას უბრალოდ ეს ხალხი დაყავს იმისთვის რომ თავადვე აღმოაჩინონ საკუთარ თავში თავის სიმართლეები როგორც თვითონ აღმოაჩინა თავის დროზე და არა ოთახმა ან რაღაცა გარეშე ძალამ მოახდინოს ეს არამედ იმის დაჯერებამ რომ აქ რაღაცა უფრო მეტია აღიარებინოს საკუთარ თავთან რეალობა სარკე იყოს როგორც ასეთი ხო შეიძლება ხო იმიტომ რომ თუ ადამიანი პლაცებოსავით დაიჯერებს რომ ეხლა რაღაც ზებუნებრივი ძალა მასზე ზემოქმედებს შეიძლება მაგ შემთხვევაში იპოვოს თავში ძალა რომ აღიაროს საკუთარ თავთან ის რაც ისედაც იცოდა მაგრამ რასაც მალავდა ისე მის ფილმებში აქამდე მანამდე რაც აქვს გადაღებული მაკდონის აბსტრაქციებამდე არ მისულა. ეს არის ყველაზე დიდი აბსტრაქციების გონე. აი ზოგადად სიკეთე, ზოგადად ბოროტება, ზოგადად რაღაცა ზებუნებრივი, ზოგადად ძალა, ზოგადად ნება, ეს ყველაფერი არის რა ძალიან აბსტრაქციები. ხო, და ფიზიკა და მეტაფიზიკა. და მე ხო და არც ნოსტალგიაში და სხვა შეცვლაში კი არ ბიბლიური სიუჟეტი, მაგრამ ნუ დამიწებულია უფრო. კი. სტალკერი არის ყველაზე ისეთი გარეთ სამყაროზე გათვლილი დამიზნებული ფილმი, რომელსაც საბჭოთა კავშირი გეგმავდა როგორც ეკოლოგიური ფილმს, რომელიც რაღაც ეკოლოგიური მას მოძღვრება იქნებოდა რა და ამან გადაიღო ფილმი, რომელიც ნუ სუპერ მეტაფიზიკური. მეტაფიზიკა იყო ბოლო ფილმი, რომელიც გადაიღო საბჭოთა კავშირში რეალურად. ეგეთ წვალების მერე რთული. მაგრამ ნოსტალგიის თანაპროდიუსერებიც იყვნენ, ანუ საბჭოთა კავშირი ითვლება ასევე თანადამფინანსებლად. კი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ იტალიაში გადაიღო იტალიურ ენაზე. და ნუ ესეთი ვთქვათ როგორ ვთქვა აიძულეს რომ ესე მდგომარეობა შეუქმნეს რომ ის ბოლო წლებს ატარებს უკვე ქვეყნიდან გარეთ სხვა შორის ასევე აი დოლინი ამბობს რომ საბჭოთა კავშირის მესვეურებიო კინო მესვეურები თავს იწონებდნენო მე ამერიკელ კინო ხელოვანებთანო რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირში თუ მოხერხდებოდა ის რომ სამჯერ გაფუჭებული იმის მერე კიდე ბიუჯეტი მიეცათ ფილმის თავიდან გადასაღებათო და კიდე ჩვენ გვეძახითო რომ შევზღუდეთო 4ჯერ და რეფლექსი ქონდა ტიპს რომ შეეძლო ჩასულიყო იმათ სცენარი დამტკიცებული არა აქვს ეს სტალინში მიდის არ აინტერესებს და ბალახი საკმარისად წვანე არ არისო და ნაწილ საწყალ ხალხს აჭრევინებდა იმ დამპალ რაღაც ბალახებს რა რაღაც ხეროებს რომლებიც იმ დონეზე მწვანე არ არის რა დონეზეც უნდა რომ იყოს ამას მწვანე ანუ დემგორ ტარანტინო ამბობდა მაგას რომ ეს რა ანუ იმასე შეეძლო რა და დღეს ტარანტინო და ვერც ნოლანი და ვერც ტარანტინო ნოლანი კიდე კაი მაგრამ ბევრი რეჟისორი ვერ იტრაბახებს მაგდენი შესაძლებლობით რაც ტარკოვსკის ყველაზე უფრო ჩაკეტილი სისტემის და მიუხედავად და ტარკოვსკის სავიზიტო ბარათი იყო საბჭოთა ხო აი ცენზორების ინსტიტუტის მიუხედავად იქ იყვნენ ადამიანები მათ შორის თვითონ ცენზორები რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ რა იყო კარგი კინო და ძალიან კარგად ხედავდნენ შეიძლება იმასაც რომ აქ ეხა სულ სხვა რაღაცას გადაიღებს ეს მაგრამ
სამომავლოდ უფრო როგორც ამერიკაშიც ხო რაღაცა კონტრკულტურა იქცა სავიზიტო ბარათად საბოლოოდ ამერიკის, რაც ამერიკულ იმპერიალიზმსა თუ რა ვიცი კაპიტალიზმს აკრიტიკებდა ხელოვნებაში, ის გადაიქცა სახედ აქციებს. ხო, თავის სახეთ აქციებს, თავის მთავარ ბიზნეს პროდუქტებთან ერთად, სასმელებთან, საჭმელებთან ერთად არის როკ-ენ-როლი, ხო? რომელიც იყო კონტრკულტურა. პირიქით, ყველაზე არაამერიკული რამ თავის დროს. ხო, ანუ წესით უპირისპირდებოდა სისტემას და იქცა სისტემურ სავიზიტო ბარათად. რაღაც შეიძლება ეგ ხედვაც იყო ეხა მე მსმენია მაგალითად კიდევ ერთ საბჭოთა კავშირში გაწამებულ რეჟისორზე ფარაჯანოვზე, რომელსაც აღმერთებდა მათ შორის ტარკოვსკი. ძალიან მეგობრობდა მასთან და იოსელიანთან ზოგადად ქართველებთან კარგი დამოკიდებულება. მამამისს უყვარდა ძალიან თბილისის სხვათა შორის არსენის რამდენიმე ლექსი აქვს თბილისისთვის მიძღვნილი. კი, და ცნობილი ფაქტია თვითონაც წერს, რომ როცა მინდაო რომ რაღაცა საკუთარი თავს დავუბრუნდე და ისე ვიპოვოთ ძალა საწერა თბილისში ჩამოვდივარო რა და ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე. ნუ ანდრეის შემოქმედებაზეც მამის პოეზიის გავლენა ასევე დიდია. ანდრეი ასე ოფიციალურად რომ თბილისში იყოს? არა, ანდრეის თბილისთან ეგეთი ის არ აქვს, მაგრამ მამის პოეზიის ის აქვს. ხო და ფარაჯანოვზე მაქვს გაგონილი, ხო ვერ ვიხსენებ ვინ მომიყვა, მაგრამ რაღაცა ისეთი სანდო ადამიანმა მოყვა კინოწრეებიდან, რომ აი როცა ფილმისთვის ბიუჯეტის მისაღებად იყო მთელი რიგი ეტაპები გასავლელი და სცენარი უნდა გადაეცათ შემქმნელებს და პროექტი და კადრირება და მთელი ყველაფერი და ეს სრული დოკუმენტაცია ფარაჯანოვი მოვიდაო ასე ამოხეულ ფურცელზე დაწერილი კალმით დაწერილი იდეითო როცა სურამის ციხის გადაღება უნდა და დაუფინანსესო რა. ანუ ასე ეწერა რომ ეს აქ ეს უნდა იყოს ასე რაღაცა თავისთვის რა. ხო არ ფლექსი თავს ვერ დავდებ, მაგრამ დამაჯერებლად ჟღერს იმიტომ რომ რატომაც არა. თან ნუ ფარაჯანოვის სცენარებს რო გადავხედოთ არისო მანდამიც ისეთი. რა უნდა ეწეროს ახ სცენარში, ხო, შეიძლება რომ მართლა რას კადროვკა შეიძლება, მაგრამ დახატული შეიძლება იყოს. სცენარში რა უნდა ეწეროს. ბევრი რო იყოს რამ. და სხვათა შორის ახ გადავიდეთ მის შემდეგ ფილმზე. სტალკერი იყო ასე გზაგამყოფი ხიდი, თითქოს რომ საბჭოთა კავშირს აქედან ემშვიდობება ნელ-ნელა ტარკოვსკი და გადადის იტალიაში პრინციპში და ანუ იტალიაში ცხოვრობს თუ არა ეგ ზუსტად აღარ ამომივარდა თავიდან, თუმცა იტალიელებთან თანამშრომლობს. კი, იტალიაში ცხოვრობს მეტწილად, მოგზაურობს, მაგრამ բոլორი ფილმი რაც გადაიღო იტალიელებთან თანამშრომლობაში. ნოსტალგიის სიუჟეტი იოსელიანი ამბობს, რომ ნოსტალგია თუ რატო არ უყვარს იოსელიანის აზრით, იმიტომ რომ თავიდან ეს ფილმი ჩაფიქრებული იყო როგორც ადამიანი, რომელიც მიდის საბჭოთა კავშირს, მიიღო ვეღარ ბრუნდება უკან და ამიტომ აქვს ნოსტალგია. მაგრამ ამის ეს აღარ გადაიღო. იმიტომ რომ ამ ფილმს საბჭოთა კავშირში არ აშვენებდნენ, რაც ნიშნავს საბჭოთა კავშირი ვეღარ ბრუნდება, ანუ შეუძლებელია, ხო, ეგ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში გახვიდე დაწერო უნდა ყველაფერი დოკუმენტაციები და ანუ უკან დაბრუნები, ანუ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ გაგაგდეს. ეგ სხვა სიუჟეტია რა და. ამიტომ შეცვალა სიუჟეტი იოსელიანის თქმით რა, ანუ და გახადა მთარგმნელი, მწერალი, რომელიც წერს ბიოგრაფიას კომპოზიტორზე, მიდის მივლინებაში, იტალიაში და იქ უჩნდება ეს ნოსტალგია სამშობლოზე, როგორც ასეც და თამაშობს გენიალური იანკოვსკი, რომელიც თვითონ ამბობდა ინტერვიუებში, რომ ძალიან უცხო ადამიანი ვიყავი იქო, იმიტომ რომ ხალხს იქ ანტონიონისთან აქვს ნამუშევრარი, ბერტოლუჩისთან და მე აქ ჩამოვდივარ იტალიური ენა საერთოდ არ ვიცი, მონოლოგებს ვკითხულობ, რაღაც ის ანუ ძალიან უცხო ვიყავიო იქ იდეაში და მართლა ეგრე იყო რა, ანუ საბჭოთა სკოლა თამაშის თუნდაც საბჭოთა კინოსკოლა და სად იქაური ევროპული ძალიან ისეთ სხვადასხვა ტემპორიტმები აბსოლუტურად, არა ნუ სრულიად გენიალურია მართლა. ძალიან მაგარია, მაგრამ და ნოსტალგიაში რამდენი სცენა, რომელიც ეხმიანება მის წინა ფილმებს, რა თუნდაც მე მსხვილ შეწირვაში რაც გამოვიდა ლოგინის სცენები, რომელიც სარკეშიც გვაქვს, რომელიც ნუ სხვა ფილმებშიც ტარკოვსკთან ხვდება პრინციპში, სხვა შეწირვაში განსაკუთრებით. ზუსტად იგივე მიზანსცენა ახლა თითქმის ერთადერთი ის ფერე განათებები არ იწრობა და всё, ანუ იქ განათებებია წარმოშობა ნოსტალგიაში რა სხვადასხვა ადგილების და აი შენ რომელ ადგილზე დააყენებდი ნოსტალგიას? მე ნოსტალგიის არც ნოსტალგია მიყვარს და არც ხელ შეწირვა მიყვარს მე. მართლა? ხელ შეწირვა ყველაზე მეტად, ნუ როგორც გითხარი, არ მიყვარს, მაგრამ მაგამდე ნოსტალგიაზე რას ფიქრობ? არა, მე 5-ეულში მყავს. ჩემი Letterboxd-ის 4-ეულში მაგალითად არის
სტალკერი, სარკე, მსხვერპლი წირვა და მეოთხე ადგილზე სხვა რეჟისორს მიეცი უფლება. მივეცი უფლება, ერთადერთი უფლებით მალიკი შევაძვრინე სიცოცხლის ხით. რომელიც საკმაოდ ტარკოვშინა არის, სხვათა შორის. კი, ძალიან. და აგიათ რომ აი ესეთ რატო არა მკობის დღეები, Days of Heaven, მალიკის. არა, ну, უბრალოდ ეს მიყვარს უფრო მეტად, თორე რა წინვალეა ისიც, რავი, მალიკი ძალიან მიყვარს ზოგადად რა, მაგრამ ალბათ უფრო რაღაც შეიძლება ჩემ თავთან ვაღიარო, რომ აი ის არის ტარკოვსკის საზღვარგარეთული გადამღერება ცოტათი. ну, უფრო მეტად კინემატოგრაფიით. პოეტური კამერით და თხრობის სტილითაც ალბათ რა, ეს გარე ხმა კადრზე დადებული ძალიან ხშირად და არა რაღაცა ხშირად შინაგანი მონოლოგის გაჟღერება, რაღაც ხერხები მოკლედ ძალიან გავს. მაგრამ ნუ აი რაღაც იმას მიუსებს რა ტარკოვსკის დანაკლისს რა, ხო. სულ 7 ფილმი აქვს სამწუხაროდ და მაგას. ხო. და ნუ მაგრამ მალიქს ახლა ტარკოვსკის რო ახასიათებს 7 იღებს და 7-ვე ბრწყინვალეა ახლა შევადაროთ. მალიქს დიდი ჩავარდნები აქვს და დიდი ჰაილაითები რა და ამიტომ ნუ მაინც შევიყვან, იმიტომ რომ Tree of Life ძალიან მომეწონა თავის დროს. ხო და რას ვამბობდი? ნოსტალგია. ნოსტალგიაში მე მგონია რომ აი რაც ვილაპარაკეთ რუბლოვის სივრცულობაზე და სოლარისის დროზე, რაღაცები გაერთიანებულია ეგ მომენტები. ყველაზე უფრო დადგმული კინოა მე მგონი. თუ გავიხსენებთ კადრებს, კი არის შინაარსობრივად გამართლებული კადრები, მაგრამ აი ფარაჯანოვის მსგავსად დახატული, დადგმული კადრები, რომელსაც თითქოს სიუჟეტური ლოგიკა დიდად არ აქვს. იგივე ის კიბეების სცენაც. კი არის ახსნილი, რომ რაღაცა კავშირი აქვს ისტორიასთან. მაგრამ ხელოვნურია. ესე რომ კრიტიკული თვალით რომ შევხედოთ. ეს სცენა მოიფიქრა და მე მოიფიქრა გამართლება. იმ კრიპტის სცენა თავიდან რაც არის და დაკრძალვას თუ რაღაცა რიტუალს რო აკეთებენ. კი, ნახატები რო დაკიდებული და რო მოძრაობენ ამ კრიპტში, ეგ ძალიან. კი არის მანდაც თითქოს რაღაც შესასწავლელი რაღაც, მაგრამ ხელოვნურია. ეხა ესე რო შევხედოთ, ძალიან გეომეტრიულია, ძალიან ხელოვნურად დადგმულია. სხვა სცენებიც ეხა რო გავიხსენოთ რა, იქ რაღაც ის რო არის ცხელი წყლები, რო ისინი ბანაობენ. თუნდაც იმ ლოგინის სცენა რატომაც არა, ხან ერთი მხარე რო განათებული ხან მეორე და ხან ის რო ჩანს, ხან ეს რო ჩანს, ანუ მაგიტომ ყველაზე კომბინაციურად აი რაღაცა განაწილებული სცენებია იმისთვის რომ ეს ნახატები მიიღოს. და რას თვლი, ეგ შეიძლება იყოს იმის მიზეზი. ქვეყნის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ეგ ხელწერის შეცვლა, იმიტომ რომ მსხვერპლშეწირვასა და ნოსტალგიას შორის უფრო მეტი მსგავსება ვიდრე მსხვერპლშეწირვა და ნოსტალგია და სხვა ფილმები, ასე სუფთა კინემატოგრაფიული ენით რო შეადარო. ძალიან ისე რაღაცა განსხვავება მაინც არის რა, თუნდაც ამ დადგმულობას შორის, რაც მსხვერპლშეწირვაშიც არის რა თქმა უნდა. არა, ეგ არის, მაგრამ მსხვერპლშეწირვა მაინც ყველაზე უფრო გასაგები სიუჟეტური კინოა, მგონი ტარკოვსკის შემოქმედებაში. სიუჟეტურად აბსოლუტურად გასაგები და ძალიან პატარა. ნუ ეხა ივანეს ბავშვობაც გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მსხვერპლშეწირვა ძალიან თან აი ყველაზე მეტად მისდევს სქემას, დრამატურგიულ სქემას, რომელიც თუნდაც რაღაც დასავლური კინოსთვის არის დამახასიათებელი, როცა რაღაცა დასაწყისში ხდება ინციდენტი, ეს ინციდენტი იწვევს მერე განვითარებას, მათ შორის პერსონაჟის განვითარებას და ითხოვს მისგან რაღაცა გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლას, ამ შემთხვევაში თვით შეწირვას, რაღაცა იმისათვის, რომ გადაარჩინოს სამყარო. ანუ ესე მოდელებად რომ დავშალოთ, ყველაზე უფრო გასაგები კინოა. ვიზუალურად რომ დავინახოთ, ასევე რაღაცებს მოგვაგონებს ტარკოვსკის ძველი ფილმოგრაფიიდან. სოლარისის დასაწყის სცენებს მოგვაგონებს რაღაც სცენები მსხვერპლშეწირვაში, როცა ეს ჩვენი მთავარი გმირი მამაკაცი გადის აი იმაში რაღაცა ბუნებით კორომირო აქვს, ხო, რაღაცა იმ ხეებთან ურთიერთობა და დამოკიდებულება, სახლის დაწვა, რა ვიცი, შეუძლებელია უცებ თავში არ გაგახსენდეს სარკის ის ცნობილი სცენა წვიმაში რო იწვება, ყველაზე ისეთი ოპერატორულად ყველაზე ცნობილი სცენა. მგონია რა რაღაცა სახეხატებია ესე აქა-იქა
აღებული, რომელიც მთლიან ტარკოვსკის სავიზიტო ბარათია. აი, რაც შენ ახსენე, მათ შორის ივანეს ბავშვობაში პერსონაჟების ისე განაწილება, რომ პერსპექტივა შექმნას და ამ პერსპექტივაში მოძრაობა, სახლის სცენები გავს მაგას, რაც არის მსხვერპლშეწირვის ხო, ინტერიერის სცენები, რაც არის, როგორ არიან პერსონაჟები განაწილებული, შეიძლება ეგაც ხელოვნური გეჩვენოს რა. ხელოვნური არა. მე მაქვს ფილმთან პრეტენზია იდეაში არა ხარისხობრივი მაქვს, არამედ ხელწერული. სვენ ნიუკვისტმა შემოიტანა მაგ ფილმში ბერგმანი და ისეთ Cries and Whispers შემოიტანა ინტერიერის სცენებში რა თქმა უნდა. ბერგმანი ინტერიერში. ბერგმანი ინტერიერში და ლუკინო ვისკონტის ოჯახის პორტრეტი ინტერიერში. კი, შეიძლება. კი. თითქოს აი და ეგ ცუდი არ არის. ცუდი ხარისხობრივად არ არის, მაგრამ ამოვარდნილია. ტარკოვსკის საერთო მხატვრული ხედვიდან, თუნდაც ინტერიერში ანსამბლური სცენების, აი მრავალ პერსონაჟიანი სცენების ინტერიერში გადაღება ტარკოვსკის მაინდა-მაინც ჩვეული რამე არ არის. მანამდე არ ძალიან იშვიათი, თუნდაც ივანეს ბავშვობაში მახსენდება კი ბატონო, მაგრამ ივანეს ბავშვობაში ერთი-ორი ეგეთი ხო რა და არ არის ზოგადად ინტერიერის და პერსონაჟები ინტერიერში არ არის იმდენად მოყვარული ასეთი სცენების ტარკოვსკის. ბევრ პერსონაჟს გულისხმობს და არა ერთს და ორს. და აქ თითქოს ნიუკვისტმა უფრო მეტი შემოიტანა ინტერიერის სცენებში განლაგება, იმიტომ რომ ძალიან იგრძნობა ბერგმანი მან. იგრძნობა აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ ხო, ინტერიერი ბერგმანის არის, მაგრამ ტემპორიტმი მაინც და ტემპორიტმი იგივე, ბიბლიურობა, მოძრაობის აი ეს რაღაცა ლევიტაცია მანდაც არის კაცო. ხო, აი მაინც ტარკოვსკია. და ამბავიც ტარკოვსკია. ამბავი იმაშია ტარკოვსკი, რომ იყოს ერთდროულად ძალიან დამიწებული თითქოს და რეალური სამოქმედო რაღაც საბაბის მქონე, მაგრამ თან რაღაცა ძალიან საყოველთაოდ ზოგად საკაცობრიო, როგორც მანდ არის. მე აი იმიტომ აღვნიშნე, რომ მგონია მეთქი, რომ ჩვენ დროში, როცა სამყარო ძალიან турბულენტური გახდა და ძალიან არ ვიცით ხო, არ ვიცით რას უნდა ველოდეთ, შეიძლება ხვალ რომელიმე ზე სახელმწიფო დაიბომბოს და იმან უპასუხოს და დაიწყოს ატომური ომი, ხო? ზუსტად იქ ვართ, სადაც მსხვერპლშეწირვის დასაწყისში ვართ. და აი მაგ რისკების წინაშე, ოღონდ მანდაც ისევ და ისევ იმას ვამბობ, მანდაც ეგ არ არის მთავარი ტარკოვსკისთვის და მანდაც ეგ არის საშუალება, რომ ადამიანი დიდი დილემის წინაშე დააყენოს. ანუ ეს არ არის ფილმი ატომური ომის სამყაროს გადარჩენაზე არ არის. სამყაროს გადარჩენაზე. ადამიანის გადარჩენაზე. ადამიანის დილემაზეა ისევ და ისევ რას თმობს, რატომ ცოტა აბრაამული კონფლიქტია რაღაც დონეზე, რა? ხო, არის რაღაცა ეგ მომენტი და მე იცი რა არის ამ კაცის სახეს საიდან შევხედავთ ახლა რა. ხო არ უნდა საერთოდ ეს მსხვერპლშეწირვა. და მისთვის საბაბია უბრალოდ. ხო, ყელში ხო არა აქვს საერთოდაც რა. გაქცევა ხო არა, რომ გარბის ბოლოს ის მაგარი სცენა. რო აკავებენ და რო გარბის, ხო? ნოსტალგიაზე მინდოდა მეთქვა, რომ რეალურად ამ ფილმის შემდეგ საბოლოოდ გაწდა ყველა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან, იმიტომ რომ ეს როცა ფესტივალზე, კანის ფესტივალზე იყო ეს ფილმი, საბჭოთა გოსკინომ გააგზავნა რეჟისორი ჟიურიში, რომ კანის ფესტივალზე რომ შეეშალა ხელი ტარკოვსკისთვის, რომ ამ ფილმს მოიგო ოქროს პალმის რტო და კი შეუშალა პრინციპში. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო, მაგრამ ოქროს პალმის რტო ვერ მიიღო და ეს რეჟისორი, რომელმაც შეუშალა ხელი და ჟიურიში, ეს იყო სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც საბჭოთა კინოს ისტორიაში ძალიან ცნობილია იმით, რომ სხვებს ხელს უშლიდა რა. ძალიან ისეთი ცნობილი მაგიც და პრინციპში გერასიმოვიც რაღაც დონეზე. ამიტომ ეს ფილმი ნოსტალგია არის, აი ბოლო მსხვერპლშეწირვაში საბჭოთა ტარკოვსკის რაღაც ის არა მარტო რამდენიმე მხატვრული ხერხი თუ შეერჩა თორე საერთოდ ისა რა ანუ რუსული სენტიმენტები ხო არა ძალიან მიუხედავად იმისა რომ ტარკოვსკის არასდროს ჩაუქნევია ხელი რუსულ სენტიმენტებზე ასე ოფიციალურად ინტერვიუებში არც ნუ არ იყო ეგ ტიპი რა უბრალოდ ნუ თვითონაც ძალიან ნანობდა რომ ქვეყნიდან გააკეთეს რა არ მოწონდა ეგ და პირიქით უნდოდა რომ ძალიან უყვარდა თავის ბავშვობის წლები და ზუსტად ის რასაც ყველა ფილმში რაღაცა დოზით იხსენებდა და მაგას განიცდი და ძალიან დარწმუნებული ვარ, მაგრამ ასევე არ იყო ადამიანი, რომელიც თავისი პიროვნების რომელიც მოერგებოდა პიროვნებაზე უარს იტყოდა რა. არა, რა თქმა უნდა.
და რაღაცეებს ხელს მოაწერდა ამ შემთხვევაში მორალურ კაზუსებს არ გულისხმობ ზუსტად აი საკუთარი პიროვნებისადმი და საკუთარი შემოქმედებითი სახისადმი ღალატს არ დაუშვებდა რა ეგ უფრო მეცაც ვიტყვი ანუ ზედმეტად ამბიციური იყო იმისთვის რომ ტარკოვსკისა და სახში დაბრუნებას შორის ტარკოვსკი არ აერჩია ყოველთვის მაინც ტარკოვსკის აერჩევდა მიუხედავად იმისა რომ შვილთან მანდამაც ხშირად ვერ ხვდებოდა ხო იმიტომ რომ ხო მაგ საზღვრების გამო ზუსტად და ამ დისტანციის გამო მაინც კომპრომისი არ წასულა და დარჩენა ამჯობინა და 86 წელს გარდაიცვალა ხო კიბოთი რეალურად სიმსივნით და სიმსივნის ყველაზე მძიმე ფორმით როგორც ვიცი ამ დაუდგინეს თუ არა უკვე გასაგები იყო თუ რამდენ ხანში გარდაიცვლებოდა და მისთვისაც ეგ არის ზუსტად ცხოვრებშია წერვის ხო მისთვისაც როგორ ირითმება ეს ცოტა ის რა ქვია რაღაც დონეზე ბიბლიური სიუჟეტი მის ცხოვრებაში როგორ გამოვლინდება ძალიან თვითონ არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი რა ანუ თან მაგ ფილმის გადაღებისას სავარაუდოდ უკვე რაღაცებს გრძნობს და რაღაცები იცის საინტერესო რა არის ტარკოვსკის ბოლოს სცენაში ხო იწვის ის სახლი და პირველ ჯერზე ეგ სახლი რო დაიწვა კამერა არ ჩართულა კი თავიდან და ტიპს მოუწია ხელახლა მისულიყო პროდიუსერთან იტალიელთან რომ ძალიან მშოერი სცენა უნდა გეხვეწები დააფინანსე და მაინც დაუფინანსეს კი თავიდან და თავიდან დაწვეს სახლი ამ ხელახლა ააშენეს სახლი და თავიდან დაწვეს შესაძლოა და შენ რას ფიქრობ როგორ მოირგებოდა იმდროინდელ ევროპულ სიტუაციას ევროპულ კინო ტუსოვკას ასე ვთქვათ ისეთი ეგოს და ისეთი ნუ რაღაც დონეზე ხა თქმა უნდა და ისეთი მაღალფარდოვანი მიზნების და ხასიათის მქონე ადამიანი როგორც ტარკოვსკია მიუხედავად იმისა რომ ძალიან აფასებდნენ აი ზუსტად იქიდან გამომდინარე ძალიან აფასებდნენ დღემდე ახსოვთ დღემდე საკულტოა და დღემდე პატივსცემენ მე მგონია რომ წინვალეთ აი შეიძლება მართული იყოს დასავლურ სამყაროში ფეხის მოკიდება მაგრამ ეს უკვე ისეთი მივიდა მზა ნაწარმით რომ წინვალეთ მოერგებოდა და ძალიან ბევრის გადაღება შეძლებდა და თან დაგვავიწყდება ეხლა რომ 4 წელი აშორებს საბჭოთა კავშირის დანგრევას ხო დაბრუნდებოდა შეიძლება არც დაბრუნებულიყო და იქიდან ემუშავა როგორც ზოგიერთმა საბჭოთა რეჟისორმა გააკეთა ხო და ზოგმა ჰოლივუდში სცადა ბედი და ზოგმა იქ და ზოგმა აქ იმიტომ რომ ეხლა მე აქაც ისეთი არეულობა იყო თუნდაც რუსეთში რომ რა ვიცი რაღაცა ფულის უკონტროლო ტრიალიც იყო მაგრამ თან სიღარიბე და ძალიან დიდი არეულობა მოკლედ შეიძლება არც დაბრუნებულიყო შეიძლება დაბრუნებულიყო და არ ვიცი ცუდი დაშვებებიც უნდა გავაკეთოთ ალბათ რომ ნიკიტა მიხალკოვად გადაიქცეოდა საბოლოოდ და რაღაცა სისტემა შეეზარდებოდა ეგეთი შეურაცხყოფილი იყო და ეგეთი ნატკენი იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ არა მაგრამ მე უფრო იმას გულისხმობ რომ ერთ ვარიანტი ერთ დროს ბრწყინვალე რეჟისორი გადაიქცა ჩვეულებრივ იმათ ჩაკუჩად პუტინის ხელში. ბესოგონის სამყაროდ. ხო. რეალურად. ხო. მისი ძმა ნუ არ მე მაინც ჩემთვის ის არის რა ტარკოვსკი ისეთი ლეგენდაა რომელიც მგონია რომ არ უნდა შერყვნილიყო მასე. მაგრამ მიხალკოვი სულ ჩარჩო რუსული როგორ თქვა ისე მინდა ვთქვა რომ ანუ ტარკოვსკი მაინც იყო ტიპი რომელსაც ძალიან რთულია მოუფიქრო იმ დროინდელი საბჭოთა სხვა რაღაც სიტუაცია ჩარჩო რომელშიც ჩაჯდებოდა და იტყვი აი ტარკოვსკი ამის წარმომადგენელი იყო სამწუხაროდ ტარკოვსკი იყო საკუთარი თავის ძალიან დამოუკიდებელი მიხალკოვი მიუხედავად იმისა რომ მექანიკური პიანინოს დაუმთავრებელი პიესა დაუსრულებელი პიესა აქვს და სერიოზული ნაშრომები აქვს მაინც საბჭოთა სულისკვეთების და ძალიან რუსული განსაკუთრებით სულისკვეთების მატარებელი იყო თუნდაც რავი ნეუტამ ლეონისონსა მაიღე რომელიც გვიანდელი პროდუქტია მაგრამ მაინც რა ანუ ამის შვილი იყო რა და ტარკოვსკი მიუხედავად იმისა რომ ამის შვილი იყო უნიკუმი იყო რა მაგიტომ მე უფრო მგონია რომ ევროპაში დარჩებოდა აი ამერიკაშიც არ მგონია რომ ჰოლივუდში ტარკოვსკის ადგილი ყოფილიყო იქ დახოცავდნენ ერთმანეთს ეგ და ჰოლივუდელი პროდიუსერები ევროპაში დარჩებოდა ალბათ და შეიძლება კიდევაც გამხდარიყო აი ამ ძველი ევროპული კინოს და ახალი ევროპული კინოს შორის ხიდი რაღაცნაირად იმიტომ რომ მგონია რომ აი ადაპტირების უნარიც ჰქონდა და მაგ დროს რაღაცა ისეთი სრულიად სხვანაირი ევროპული კინო წამოვიდა მერე სრულიად სხვა რეჟისორები და თითქოს აი ეს ბერგმანის ეპოქა დასრულდა და
ბევრი რამე შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ თითქოს ეს საკრალურია მთელი მის შემოქმედება. 7 ფილმი, 7 განსხვავებით ფასბინდერისგან, რომელიც უფრო მეტი ფილმია გადაღებული და წელიწად ცხოვრებით დედამიწაზე 39-ს გარდაიცვალა 40 თუ 51 ფილმია. ხო, აი არიან ეგეთი რეჟისორები, გოდარიც მაგალითად, ძალიან პროდუქტიული გოდარიც, ხო, გოდარს რავი რაღაც ადრე მახსოვს რომ მეგონა რომ всё ყველა ფილმი ვნახე მეთქი გოდარის. მარტო 60-იანები ნახე. ხო, ფილმოგრაფიას რო ჩავხედე 300 რაღაცა უამრავი ფილმი ქონდა. არიან ეგეთი პროდუქტიული, მაგრამ ნუ მაგას ისე ძალიან არ უშლიდა მიუხედავად იმისა, რომ პარიზშიც იყო ცენზურა, რა თქმა უნდა, მაგრამ პროდუქტიულობაში ხელს არ უშლიდა. ისე რომ როგორც ახლა საბჭოთა ცენზურა უშლიდა ტარკოვსკის და რავი, არის ხო ასეთ დებულება, რომ ცენზურა უფრო გეხმარება, რომ უკეთესი ხო, დახვეწო და შეიძლება მე არგუმენტად მომყავს ასკოლდოვის ისტორია, კომისარის ფილმის ისტორია. ერთ-ერთი ანუ დათფობის ეპოქის, ხრუშოვის ეპოქის ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოები, რომელიც თაროზე შემოდის და რეჟისორი ისე გაანადგურეს სულიერად და ისე დააგდეს, რომ მე არაფერი არ გადავუხილე, საერთოდ არაფერი და იგიც ბრეჟნევის ეპოქაში დაბრუნება სცადა ტიპმა და გამოუვიდა, მაგრამ ბრეჟნევს არ უნდოდა მაინც. ანუ даже იმ პერესტროიკის ეპოქაშიც მიუღებელი ფილმი იყო რა. და ამიტომ და ახლა ტარკოვსკის ცენზურამ არ აიძულა, რომ სხვა ენა მოიფიქრებინა, ხო? ანუ ეგ არ იყო მისი სტიმული ჩემს და მისი კატალიზატორი სხვა ენის და იგავური თხრობის კატალიზატორი ის არ იყო, რომ რეპრესიები იყო და სხვანაირი გზა უნდა მოგეწევა. არ არის ეგ ასევე გენიალურესი, მაგალითად გაბრიაძის და ელდარ შენგელაიას შემთხვევა, ხო? რომელიც ნუ გადასარევია, შესანიშნავია, საუკეთესოა, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ქმნის აი მაგ ტიპის კინოს, იგავურ კინოს, ბევრი სიმბოლოებით, ბევრი მინიშნებებით, გასაგები მინიშნებებით, მაგრამ ასევე დიდი სიღრმით და ძალიან თავისნაირს, უნიკალურს. მაგრამ ტარკოვსკისთვის ეს რაღაცა ბარიერები არის მხოლოდ და მხოლოდ წინაღობა, რომელიც უნდა გადალახოს აუცილებლად, რომ შექმნას აი რაც აინტერესებს ის. და არასოდეს ესეთი საბჭოთა სატირას რაღაცა ეგეთი რაღაც არ შეუქმნია, არ აინტერესებდა რა. რეალურად იმ რაღაცა როგორც დღის წესრი კი არასდროს არ მოხვედრილა მის ფილმში. ხო. შეიძლება даже თქვა, რომ ეხლა მართლა კატოკის სკრიპტა შეიძლება ყველაზე უფრო საბჭოთა სატირა. კი, იმიტომ რომ სტუდენტურ ნაშრომია, ახლა სხვა დავალება გაქვს მოცემული, უნდა გააკეთო. ძალიან კაი ფილმია სხვათაშორის. კი, მიუხედავად იმისა, რომ ტარკოვსკი ვერ იტანდა მაგ დიდად. არ უყვარდა, მაგრამ ისა რა, შესავალი ის კარგია. ეგ არის მოკლედ. მიმოვიხილეთ მეტნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ როგორც დასაწყისშივე თქვი, არ გვაქვს პრეტენზია, რომ რაღაც ტარკოვსკი ამოვწურეთ. არა, ამაზე შეიძლება რავი მინდასაბამ გავაგრძელოთ ხვალდილამდე საუბარი, უბრალოდ რაღაც ჩარჩოებში. 3 საათზე მეტია მე მგონი წერთ ალბათ, სადღაც ეგრე. მართლა? არ ვიცი. აქ მან და რა აქ გამოჩნდება რეკის ქვემოთ, მონიტორზე. არ ვიცი. კაი. ძალიან დიდი კარიერა. დიდხანია ლაპარაკობთ, ხო? 2 საათი ალბათ. 2 საათი, ხო. 3 საათი მეგონა პრინციპში, მაგრამ ტარკოვსკისნაირად ისე გაიწელა. კი, გაიწელა. მეგობრებო, ეს ქართულ YouTube-ზე არ მოიპოვება ქართულ ენაზე ტარკოვსკიზე კონტენტი და ძალიან მიხარია, რომ ალექსანდრე დამთანხმდა და ძალიან მიხარია, რომ შემომთავაზე, იმიტომ რომ მე ვეუბნებოდი, რომ ვინ უყურებს ამას მეთქი და მედი მაკრო ისტორიას დარჩება ეს და ვიღაცა ახლა 16-15 წლის კინომოყვარული ვინც ხარ და ვინც აღმოაჩინეთ ტარკოვსკის და ინგლისური რუსული არიცით, სხვა ენა არიცით და დაწერეთ ქართულად ამოგივარდებათ ეს ვიდეო, რაღაცა გზამკვლევი მაინც იქნება და სავიზიტო ბარათი მაინც იქნება ტარკოვსკის ფილმოგრაფიაში და ჩემი აზრით აი ეს საუბარი ძალიან ისეთი ხალისიანიც იყო, აქტიურიც იყო და ძალიან კარგი იყო. მე ძალიან ვისიამოვნე, იმედია შენც მე ძალიან ვისიამოვნე. პირველ რიგში ტარკოვსკიზე რო ლაპარაკობდი, იმით ვისიამოვნედი პრინციპში. ვერანაირად ცხოვრებაში ვერ გამოვნახავდი ახლა თავისუფალ 2 საათს რო ტარკოვსკიზე მელაპარაკა და მადლობა მაგ შესაძლებლობისთვის. quality content დაიდო მოკლედ მეგობრებო. ეს იყო მორიგი კინოამბები დღეს ახალ ამბებზე არ გესაუბრეთ, დღეს გესაუბრეთ ტარკოვსკიზე, ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად. გამოიწერეთ მაძიებლის არხი, ახალი სეზონი იდება როდის? მალე გაჩნია ეს როდის იდება? ეს დაიდება ხვალ. მაშინ სადღაც 1-2 კვირაში. 1-2 კვირაში. გამოიწერეთ გამოიწერეთ ეს არხი რაც. გამოიწერეთ მეთოდის ჩემი არხი
დაალაიკეთ ვიდეო, უყურეთ კინოზე კონტენტს, გიყვარდეთ კინო, რავი, გაუზიარეთ მეგობრებს და პირველ რიგში ალექსანდრეს მადლობა, მადლობა შენ. მოვიდა, დამელაპარაკა როგორც იქნა ასეთ ტარკოვსკი და ძალიან გაასწორა და გემშვიდობებით მეგობრებო, აბა თქვენ იცით. აბა ჰეთ. Peace out.